რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს, მაგრამ კოლეგები თუ არ გამიბრაზდებიან, კითხვა მინდა დავსვა ოღონდ სტაჟიორების მიმართ, სანამ ბატონი ლევანის შემოსასვლელად მოემზადება. მე მაინტერესებს აი ეგ უყურებ ჩვენი სტაჟიორები, სერიოზული ხალხია, რა კი პარლამენტში მოინდომეს სტაჟირება, ალბათ პოლიტიკაც აინტერესებს, თორემ სხვა უწყებაში მოისურვებდნენ სტაჟირება, ზოგი ჟურნალისტიკაზე სწავლობს, ზოგი სამართალს ეუფლება, სამართალმცოდნეობას, საერთაშორისო სამართალს, მათ შორის ეკონომიკას და ასე შემდეგ. სანამ ორგანიზაციულ თემებს ვაგვარებთ, დრო გამყავს, ასე ვთქვათ. ვის ეკუთვნის გამოთქმა მიშა მოვდივარ? რომელმა იცით? ხელი აიწიეთ, ნუ მოგერიდე. ვინ იცით, ვის ეკუთვნის გამოთქმა მიშა მოვდივარ? არ ვიცით. ამაში სამარცხვინო არაფერი არ არის, მაგრამ ალბათ უნივერსიტეტებში უახლესი ისტორია უკეთესად უნდა ვასწავლოთ, იმიტომ რომ ეს არის ისტორიული გამოთქმა და ამ გამოთქმის ავტორს მოусმენთ ახლა ჩვენ დღეს და უკვე აქედან რომ წახვალთ ისტორიის გაკვეთილიც მიღებული გვექნება ყველას ერთად, იმიტომ რომ ადამიანები მუდმივად არ ცოცხლობენ, ასეთი ადამიანის ბედი. ამიტომ დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი რომ გავესაუბროთ ბატონ ლევან გაჩეჩილაძეს, სააკაშვილის მეტოქეს, პრეზიდენტის სკამზე და კაცს, რომელმაც ის არჩევნები მე მისი ამომრჩეველი ვიყავი და ასე წამს მოიგო, მაგრამ მეორე ტური მოპარეს. თუმცა ბატონი ლევანი დღეს ზოგადი პოლიტიკური სურათის დასახასიათებლად არის ჩვენთან მობრძანებული. ეს არის მებრძოლი, რომელმაც თავისი ჯანმრთელობაც კი შეწირა იმ ბოროტ რეჟიმს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის მიშა, რომელთანაც როგორც იქნა ბოლოს მივიდა ჩვენი საზოგადოება და გადმოაყენა სკამიდან, დღეს ბატონ ლევან გაჩეჩილაძის, მისი კონკურენტის საპრეზიდენტო პოზიციაზე გასაუბრებას მოусმენს პირდაპირ ეთერში. ბატონ ლევანს ვთხოვოთ, რომ შემოგბრძანდეს. ბატონო ლევან, მოგესალმებით. თუ შეიძლება დაბრძანდით. მოგესალმებით, გამარჯობათ. არა მიშავს, უკეთ ვარ. კარგად უნდა იყოთ, კარგად იქნებით. მადლობა. გაფრთხილების ტექსტ თუ შეიძლება ხელი მოაწერეთ, იქ წერია თქვენ დრო გქონდათ წაგეკითხათ, იცით კიდეც რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდების ან განზრახ სრვახს და განმარტებისთვის მოცემისთვის და ამას ეხება ეს ტექსტი. მადლობა ხელმოწერისთვის. სანამ თქვენ შემოგბრძანდებოდით, ბატონ ლევან, მე გავიხსენე ის, რითაც ჩემს გონებაში თქვენ მუდამ იყავით და ხართ, ეს არის იმედიანი შეძახილი უიმედობის ჟამს მიშა მოვდივარ და ის დიდი ბრძოლა, რომელიც თქვენს თანამებრძოლ პოლიტიკოსებთან ერთად გადაიტანეთ, რისთვისაც არ დაზოგეთ საკუთარი ნერვები, ჯანმრთელობა, თავი. და მადლობა რომ მობრძანეთ. თქვენ იყავით სააკაშვილის კონკურენტი, კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებისას. ეს არის ჩემი პოზიცია, ეს ევროპელი დეპუტატების პოზიციაც არის, როდესაც ერთ-ერთმა პოლონელმა დეპუტატმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვა მოითხოვა და დაიწყო ასე ქართველ ერს სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური მოპარა. იმიტომ რომ თქვენ იყავით მეორე ტურში სააკაშვილთან ერთად რეალურად გასული, მაგრამ მეორე ტური არ ჩაატარა და თავი გამოაცხადა მათიუ ბრაიზას საჯარო განცხადების საფუძველზე პრეზიდენტად. მაგრამ რო შემოვსაზღვროთ ჩვენი შეხვედრის ფარგლები დღეს. თქვენ იმდენი რამ იცით და იმდენი რამის მონაწილე იყავით, რომ დამაკნინებელიც კი იქნებოდა, რომ ერთ კონკრეტულ თემაზე დაგისვათ კითხვები. ამიტომ მოდით ასე გავაკეთოთ. თქვენ მოგიწვიეთ და მადლობა რომ დათანხმდით. იმისთვის რომ კონკრეტულად შეგვიფასოთ ის რეჟიმი, რომელსაც თქვენ ებრძოდით
და რამ გადაგაწყვეტინათ, აი იყო ყველას ცხოვრებაში, ვინც პატარა თუ დიდი წვლილი შეიტანეთ და შევიტანეთ, რაღაცა მომენტი, რის მერეც უკვე გაუსაძლისი გახდა. აი თქვენს გამოცდილებაზე რო გვესაუბროთ და თქვენი თვალით დანახული ის რეჟიმი, ვინ იყვნენ და გაქვთ თუ არა იმედი, რომ ისინი შეიცვლებიან და თქვათ ერთ დღეს თუ მოვიდნენ ხელისუფლებაში, რას გააკეთებენ? აი ეს რო გითხრათ. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისათვის. ალბათ ბევრი რამე თქმულა იმ დროზე და ბევრს ულაპარაკია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად ჩავთვალე, რომ მეც რისი მომსწრეც ვიყავი, აუცილებლად გამეზიარებია ამ კომისიის მეშვეობით მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ამისთვის მადლობას გიხდით. პრაქტიკულად ყველა დიდი მოვლენის თუ აქციის თანამონაწილე ვარ, არც ვიცი 7 ნოემბრიდან 26 მაისის ჩათვლით. მე მანამდე სანამ 7 ნოემბერი დადგებოდა, მანამდე ვიცნობდი ამ ხალხს. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბატონმა ზურაბ ჟვანიამ და ედვარდ შევარდნაძემ თხოვეს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა და ჩამწერეს მოქალაქეთა კავშირის ათეულში. შესაბამისად მეორე თხოვნაც მოაყოლეს, რომ ვაკის რაიონში გამختارიყავი მიხეილ სააკაშვილის შტაბის უფროსი. ჩვენ მოვიგეთ მაშინ ვაკის რაიონი და ჩვენი ნაცნობობაც აქედან შედგა, ამის თქმა მინდა, რომ მე ამ ხალხს ვინც იყო მერე უკვე მთავარი ადამიანები ამ ტერორისა, რა ვიცი, ტერორიზმს რას დავარქმევ, ამას კიდე ცალკე მოუყვები. მანამდე ვიცნობდი და სხვა შორის ძალიან მიგვირდა, რამდენადაც რო გავიცანი, ეს ადამიანი, რომელიც ხშირად ხასიათდებოდა ჩვეულებრივი ადამიანისთვის არაადეკვატური საქციელით, ვერ ჩამოუთვლია, ხა იმდენი იყო რა. აი მაგალითად ერთს ვიტყვი, ვაკის ვაკეში ერთს ლაპარაკობდა, ბიზნესმენებს ადიდებდა, თავისუფალ ეკონომიკას, თავისუფალ ბაზარს. მე მივდიოდით ნუცუბიძის პლატოებზე და ბიზნესმენებს და ფულიანებს აგინებდა და ვკითხულობ მე, სულ ეკითხებოდი, აქედან წამოყვეს კაცი და აქეთს ლაპარაკობდა, იქ მეორეს მეთქი და ვიცი მე რასაც ლაპარაკობდა ზღნარდეს შენო. და საზოგადოებას არ ვიცი, ეხლა შეიძლება არავინ არ დავყვებოდა და ამას ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ მე ხო დავყვებოდი როგორც შტაბის უფროსი და ძალიან გასაკვირი იყო ეს, ძალიან გასაკვირი იყო ეს ჩემთვის და მეტყოლებდა იმაზე, რომ არაფერი ამ ადამიანში არ იყო, ის რაც შეიძლება არ ეთქვა და არ გაეკეთებინა. არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. ეს არის ესე იგი დახასიათება. ვარდების რევოლუცია რომ მოხდა, ძალიან გასაკვირვებელი ფაქტი მოხდა, ესე იგი მაჟორიტარების არჩეული მაჟორიტარები პარლამენტში დაგვტოვეს. ვითომ ჩვენთვის ვარდების რევოლუცია არ მომხდარა და სიით ვინც გავიდა, იმათ თავიდან მოუწყეს არჩევნები. შესაბამისად ეს უკვე იმაზე მიანიშნებდა, რომ მაჟორიტარებში უკვე გაიდგეს ფესვები, ყველა მეტნაკლებად შეშინებული იყო, იმიტომ რომ როგორც ცუნამი ისე მოხდა ეს ვარდების რევოლუცია და სიითაც ყველაფერი მათ აიღეს, რომ უამრავი რაოდენობა თუ არ ვწდები საკონსტიტუციო რაოდენობა ხმები ჰქონდათ იმ დროს. და დაიწყეს ის, რაც დაიწყეს. არანორმალურად ბევრი დაჭერები ჩაგვრა ხალხის
და სასტიკად გასწორება პირადი თუ ხელისუფლების მტრების. ჩემთან მოდიოდა ალბათ 10,000-10,000 თუ არა ადამიანი, ოჯახის წევრი, რომელიც თავის ისტორიას ყვებოდა და ეს იყო დაუმთავრებელი და პირდაპირ თვითონ იძახდა, რომ ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობა და არავის არაფერი არ ეპატიება. არავის არაფერი არ ეპატიება პირდაპირ გადაიზარდა პირველ რიგში მთელი მოსახლეობის ზუსტ აღრიცხვაში ერთ-ერთი საჭიროება რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი აღრიცხეს ყველა და ყველაფერი. ვინც კი სუნთქავდა ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ არჩევნები ეკონტროლებინა თავიდან ბოლომდე. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი და აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ. ყველას, აი გეტყვით რომ 100,000 კაცი რომ მოსულიყო მაშინ მიტინგზე 100,000 გმირი იყო და 100,000 სურათს გადაიღებდნენ რომ ცოდნოდათ ვინ დადიოდა, როგორ მოეშორებინათ სამსახურიდან, როგორ დაეჩაგრათ მათი შვილი, როგორ დაეტოვებინათ უფულოდ რომ ის მეორეჯერ მიტინგზე არ გამოსულიყო და თუ მეორეჯერ მოდიოდა ან იტაცებდნენ, ვიზედაც ეჭვი ჰქონდათ რომ ფული ჰქონდათ და ძალიან სემდნენ ფულს ართმევდნენ და ტყეში აგდებდნენ სასაკლაოზე ესეთი ადამიანებიც არსებობდნენ და არსებობს დღესაც. ვახოლაღიძე, გოგალომიძე, რავი, დათო უჯმაჯურიძე, ასახე დათო უკვე გარდაცვლილია, ცოცხალი აღარ არის. არსებობდნენ და ყველა ოჯახმა იცოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ საპროტესტო აქციებზე დადიოდნენ, მათ უყურებენ, მათ უთვალთვალებენ, მათ უსმენენ და მათ ატერორებენ ამა თუ იმ ფორმით. და ესე მოდიოდა ეს აქციები. პირველ რიგში ჩემთვის წყალგამყოფი გახდა გირგვლიანის ამბავი და საბაბი იმისამ, რომ მე მაშინ პოლიტიკაში აქტიურად არ ვიყავი, კი ბატონო ვიყავი ვაკის დეპუტატი, მაგრამ მაინც ყოველდღიურ რეჟიმში პოლიტიკაში არ ვიყავი. ყოველდღიურ რეჟიმში მე პოლიტიკაში დავიწყე ფიქრი, რომ შევსულიყავი გირგვლიანის ამბავის მერე, რომელიც მართლა ყველა დედას და ყველა მამას თავის თავზე წარმოედგინა ეს ამბავი, რომ თავის შვილს მოსლოდა ესეთი რამე, ვის არ მოვა ახალგაზრდობაში ესეთი რამე და ესეთი დაჟა. შესაბამისად, საბაბი ის იყო, როდესაც დაიჭირეს ოქროაშვილი და იქით კიდე ბევრი ჩემი მეგობარი აღმოჩნდა, მაგალითად კოკა დუმბაძე და კოკა გუნცაძე და ასე შემდეგ. ისინი მოხვდნენ ისეთი წნეხის ქვეშ, რომ ამის გაძლება აღარ შეიძლებოდა და მივიღე გადაწყვეტილება, რომ აქტიურ პოლიტიკაში დავბრუნებულიყავი. არ მახსოვს 30 თუ 31 სექტემბერს წავედი პირდაპირ ეთერში იმედში, რომლის წამყვანი ეკახოფერია იყო და იქ დაუძახე პირველად ხალხს მიტინგზე. და შემდა გასაკვირად ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა. მეორე დღეს ჩვენ დავნიშნეთ მიტინგი 2 ნოემბერს, დიდი მიტინგი 2 ნოემბერს, მაგრამ ერთი პირობით, რა თქმა უნდა, შეიკრა ოპოზიცია, ის ვინც შეიკრა, გაერთიანებული ოპოზიცია ერქვა. იყვნენ პარტიები და ვიყავით ინდივიდუალურად მე და გოგა ხაინდრავა. 2 ნოემბერს დავნიშნეთ ეს მიტინგი. 2 ნოემბერს ბადრი პატარკაციშვილი მოვიდა მიტინგზე და მიტინგიდან გაფრიდა ლონდონში და იმის მერე არ ჩამოსულა, მაგრამ თავარი სიტყვები, რაც მან თქვა და რაც კიდე მეტი იმედი მოიტანა საზოგადოებაში, თქვა, რომ ბოლო კაპიკამდე დავხარჯაო, სანამ ამ ჯოჯოხეთს თავიდან არ მოვიშორებთ. მაგრამ პირობა მთელი გაერთიანებული ოპოზიციის ის იყო, რომ რაც არ უნდა მოგსულდა ჩვენ, არანაირ შემთხვევაში სისხლის ზღვრაზე და რევოლუციაზე არ მივდიოდით. ჩვენ შეიძლება ჩვენი რეიტინგი და პოლიტიკური მომავალი გაგვეწირა, მაგრამ ის რომ ჩვენ დამხობისკენ მოგვეწოდებინა ხელისუფლების, იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანს გავლილი ქონდა 90-იანი წლების სამოქალაქო ომი და ვიცით როგორ დაკარგა პრაქტიკულად სახელმწიფოებრიობა
იმდროინდელმა საქართველომ. ამიტომ ამაზე კატეგორიული წინააღმდეგები ვიყავით. კი ბატონო, ბოლომდე იყო დაძაბულობა, ბოლო წუთამდე მიტინგებზე დაძაბულობა იყო. CSKO-შიდაც რამოდენიმეჯერ შევარდნილი ვარ, იმიტომ რომ აბსოლუტურად უსამართლო არჩევნები ჩაატარა ლევან თარხნიშვილმა, მაგრამ ეს პირობად იყო მთელ ოპოზიციაში და სხვა შორის ყველა მიცოდა, რომ ამაზე წასვლა არ შეიძლება. 2 ნოემბერი, ამიტომ სხვა გზა არ ქონდა და უამრავი ხალხი გამოვიდა. არც ვიცი ციფრსაც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ იწყებოდა თავისუფლების მოედანზე და მთავრდებოდა სასტუმრო რედისონთან ივერიას არ ვიტყვი, ბავშვებმა რო გაიგო. სულ გადატენილი იყო ხალხი, გამოგვირთვეს ჩვენ მაუწყებლობა, გადაგვიჭრეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, აი აქ პარლამენტის წინ მაინც შევძელით სიტყვით გამოსვლა, იქით ბოლომდე უკვე ხალხს არ ესმოდა და ესე გადადიოდა, ვინ რას ლაპარაკობდა. 2 ნოემბერს დავნიშნეთ მიტინგი და უკვე სადღაც 3 ნოემბერს თუ 4 ნოემბერს, იმიტომ რომ შტურმზე არ წავსულიყავით, შიმშილობა გამოვაცხადეთ. 7 ნოემბერს დილის 6 საათზე ვიყავით 30 მოშიმშილი. დაახლოებით 3000 კაცი გამოვიდა კინო რუსთაველიდან რაღაც ყვითელ პლაშებში და უმოწყალოდ დაგვიწყეს, დარბევა არა, უმოწყალოდ დაგვიწყეს აწიოკება. ცემა იყვნენ სპორტსმენები, რომლებიც ფიზიკურად საჩხუბრად იყვნენ მოსულები და ამათ ეხმარებოდნენ ეს ყვითელ პლაშიანები, ამ ყვითელ პლაშიანებს დასუფთავების სამსახურიდან არიანო მერე იძახოდნენ, მაგრამ ისეთი ჟლეტვა იყო, ენით აუწერელი, ეს არ აიწერება ეს 30 კაცი. ნუ ყველა ძალიან სერიოზულად დავზარალდით, გავილახეთ, მე დაზარალებულიც ვარ 7 ნოემბრის და ესე გაგვყარეს იმ ტერიტორიიდან, სადაც ვიყავით და შიმშილობდით აი აქ კიბეებზე. პარლამენტის წევრი რამდენი იყავით? შიმშილობის დროს მე და კობა დავითაშვილი ორნი. ესე კი მე და კობა დავითაშვილი. მივედით რესპუბლიკელების ოფისში, იქ თქვით რომ არ შეიძლება ახლა ესე ნაცემი იქიდან წამოსვლა, მაშინ ჯერ კიდე მუშაობს იმედი და მოსახლეობამ რო ნახა ეს ყველაფერი, იმათმა კი დაალეწეს კამერები და ყველაფერი, ჟურნალისტები წაიყვანეს, საერთოდ გააქრეს იმ მოედნიდან. ყველას ვისაც ფოტოაპარატი და კამერა ეჭირა, უცებ გაქრა ეს ხალხი. იმიტომ რომ ისეთი იზოლაცია მოუწყეს, რომ ფიზიკურად ვეღარ დაინახავდი საცავით. მაგრამ მიუხედავად იმისა, რესპუბლიკელების ოფისში მოვიდა ტელევიზიები, რაც შეგვეძლოთ ჩვენ მოუწოდეთ საზოგადოებას, რომ გამოსულიყო. სოზარიც იყო და სოზარსაც კიდე ბევრი დეტალი და ნიუანსი ემახსოვრება და მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ და დავიბრუნოთ ის ტერიტორია, რაც დავკარგეთ. და უკვე გაბევრებული დაახლოებით 5000 კაცამდე უკან წამოვედით და დავბრუნდით და რო დავბრუნდით, შემოვედით ისევ ამ კიბეებზე, შემოვედით სხვა შორის მშვიდობიანად. გაიწიენ, აღარ გვეჩხუბენ, იმიტომ რომ დაგვინახეს, რომ ძალიან აღზნებული ეს ძირითადად კაცების მასა მოვდიოდით და ნაშიმშილარი, 5 დღის ნაშიმშილარი ხალხი. ესეთი დასისხლიანებულები რო დაგვინახეს, შეიძლება გადარეულებათა ჩავთვალეს და გაახსნეს და ისევ შეგვიშვეს იქ. იქ მითხრა კობა დავითაშვილმა, რომ სუდალეწილია აპარატურაო და წავალ მე ბაზარშიო და ახალს ვიყიდიო. თუნებას დამთხოვდა, წადი მე უთხარი კობა თქო და იქიდან მოიპარეს კობა დავითაშვილი და სასიკვდილოდ ცემეს, როცა იყო ბაზრობას. აღარ დაბრუნებულა მართალი გითხრა. მაგრამ ერთადერთი რაც გააკეთეს, არ გვაკეტინებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი უკვე ძალიან ბევრი იყო, არ გვაკეტინებდნენ გზას.
ბევრი ხალხით მივაწექით და საბოლოო ჯამში რუსთაველიც გადავკეტეთ. მაგრამ ამ მიწოვლის დროს მოხდა ისევ სერიოზული ჩხუბები და მე მეორეჯერ მოვყევი ასეთ აწიოკებაში და მეორეჯერ გავილახე ძალიან მაგრად. მე დავინახე ჩემი ძმაც თავში რაღაც რკინა ჩარტყმული როგორ მოდიოდა სისხლით, ფეხზე უკვე ვეღარ ვიდექი. თან 5 დღის ნაშიმშილარი ვიყავი და აი ამ ცემატყეპის მერე რო ფეხზე ვეღარ ვიდექი და დავინახე რომ ფეხზე ვეღარ ვიდექი, რამოდენიმე ღვთისმიერმა ადამიანმა მომკიდა ხელი მე და ჩემს ძმას და წაგვიყვანა სავანტყოფოში, იმიტომ რომ სავანტყოფოში რო ეშველა ჩვენთვის ყველაფერი ძალიან ნაცემები ვიყავით. უკვე სავანტყოფოდან მე დავრეკე იმედში და ალბათ ბოლოს სტუმარი ვიყავი, ვინ ჩავერთო, ჩამრთეს იმედში და იქ თქვი რომ ეს არის ისეთი სისასტიკე, რომელიც თავის ცხოვრებაში მე არ მინახია. და ყველა უნდა მოვიბილიზდეთ იმისათვის, რომ დავამთავროთ ეს ხელისუფლება თქო. სავანტყოფოში უკვე ჩემი მეგობარი ექიმის კახა ქუნთელიას მიერ შემოვიდა ინფორმაცია ჩემი მეგობრებიდან, რომ ექიმები გაყავთ და მოდის კოდის თანამშრომლები თეთრი ხალათები და რა უნდა გაგიკეთონ თქვენო, ვინც სავანტყოფოში ვიყავით, არავინ არაფერი არ ვიცით. შესაბამისად, სანამ ის კოდის თანამშრომლები მოვიდოდნენ, თვითონ ხელისუფლებაშიც მაგარი არეულობა იყო, ეთყობოდათ, რომ მათ რესურსი აღარ ყოფნიდათ, იმიტომ რომ იმდენი ხალხი გამოვიდა უკვე ჩვენს მერე 7 ნოემბერს და იმდენი ტყვია ისოლეს რკინის თუ რამოდენიმე ადამიანს ფეხიც კი მოაჭრეს ახალგაზრდებს, მე და გოგა ხაინდრავა სანახავად ვიყავით და ისეთი დასახიჩრებულები იყო. სავანტყოფოში ვიყავით და რამოდენიმე ახალგაზრდას ფეხი მოაჭრეს. ჩვენ შევძელით სავანტყოფოდან გამოპარვა და დამალვა სხვადასხვა ჩვენი მეგობრების ბინებში. კობა დავითაშვილის ადგილსამყოფელი გაურკვეველი იყო. არ მახსოვს მეორე დღეს 8 ნოემბერს თუ 9 ნოემბერს გადადგა, სხვა გზა აღარ ჰქონდა. მიხეილ სააკაშვილი და გამოცხადდა ახალი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. და არჩევის წესით გაერთიანებულმა ოპოზიციამ მე დამასახელა საპრეზიდენტო კანდიდატად. ბოდიში ხდია ჩემი ხმისთვის, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ეხლა ცოტა საპრეზიდენტო იმასაც მოუყვები და რა ვიცი, ასეც რო წავიდე 26 მაისამდე იმდენია მაქვს მოსაყოლი და მე თუ გინდათ შევისვენოთ. შევისვენოთ, კითხვა რეჟიმში გადავიდე, თუ ბოლომდე წავიდე. ბანოლევან, მოდით თქვენ იყავით წამყვანი ამ სხდომის ფიგურა, გულისხმობ და როდესაც გადაწყვეტთ, რომ უნდა გაჩერდით და ჩვენ გადავალთ კითხვა-პასუხზე და მთლიანად თქვენს დროსა და სურვილს მოვერგებით ჩვენ. კი ბატონო, მადლობა. ასე გავაკეთოთ, იმიტომ რომ მე შეიძლება გამიჭირდეს იმის განსაზღვრა, როდის უნდა შეგაჩეროთ, როდის თქვენ თვლით, რომ უნდა უკვე შეჩერდეთ. კარგი? კი ბატონო. კი ბატონო. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ისეთ ვითარებაში, სადაც არანაირი პოლიტიკური მოედანი, არც მედიის საშუალებით, არც სარეკლამო ბილბორდების და სხვა რეკლამების საშუალებით ოპოზიციას არ ჰქონდა. მე ვიყავი გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი კანდიდატი და ამ არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ შალვა ნათელაშვილი ოპოზიციიდან, დათო გამყრელიძე ოპოზიციიდან, ბადრი პატარკაციშვილი ოპოზიციიდან და მე მივიღე ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ საერთო ხმები იყო იმაზე მეტი, რამდენიც მიიღო იმ დროინდელმა პრეზიდენტმა, ბევრად მეტი იყო. შემოვიდა მხოლოდ თბილისის ოქმები, რამოდენიმე ასეული ადამიანი, დამკვირვებლებიც მათ შორის იყო დაჭერილი, ოქმები იყო თავიდან ბოლომდე განადგურებული და ბევრ ოგში 1500-ით ბევრი ოქმი ჩამოვიდა, სადაც 1500 ხმით 0 ჩაწერეს. იგივე ოქმები, პარალელური ოქმები, რაც ჩემამდე ჩამოაღწია,
400 ხმით 100-ს მე ვიგებდი მაგალითად მარნეულის რაიონში. და ასეთ რაიონებში, საიდანაც 1500 ნოლი ჩამოვიდა. მაგრამ ის ოქმები, რომელიც მე მქონდა 2 იყო ესეთი თუ 3, მე შემომივარდნენ მასკიანები ოფისში და ყველაფერი რო წაიღეს, ისიც გააყოლეს, ახლა ოქმით ცალკე ვეღარ გადაუმალე. კომპიუტერები ხო წაიღეს, ესე ვარდებ, როცა უნდათ მაშინ შემოვარდებოდე. რადიო ცნობში შემოვარდნენ და ასე იყო, რა ვიცი. როცა უნდათ, რასაც უნდათ, იმას აკეთებდი. მე ვთვლი რომ ყველა ამ აქციების მონაწილე ადამიანი არის გმირი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უსახსროდ და პრაქტიკულად მთელი ჩემი სამეგობრო დაიჭირეს, რატომღაც პოლიტიკურ ლიდერებს არ იჭერდნენ, მაგრამ ისეთ ცხოვრებას უწყობდნენ, რომ გაუსაძლისი იყო ირგვლივ რომ ყველას დაგიჭერენ და ყველა რომ შეერია და ამ დროს მიტინგები რომელიც ყოველ დღე ვიყავით გამწარებულ მდგომარეობაში. ეს იყო ჩვენი ყოფა. ეს 2 სიტყვით გაყალბებულ არჩევნებზე 1000% უნდა ყოფილიყო მეორე ტური და ეს მეორე ტური რო ყოფილიყო მე ვიმარჯვებდი და შესაბამისად იმიტომ რომ სოდშიც მე მოვიგე. სოდი ხო თბილისი იყო რო დავთვალეთ მე მოვიგე. მე მქონდა სოდის ოქმი სადაც მე ვიგებდი არჩევნებს. იმდენად შიგნითაც უკვე გამწარებული იყო ბევრი რიგითიც. შიგნით უკვე ამ რეჟიმისგან ისეთი გამწარებული იყო რომ ის იყო წარმოუდგენელი ამბავი და მე მომცეს ხმა. თქვენ ხომ არ გაქვთ ეს ოქმები შემონახული შემთხვევითან? არა მაქვს, მაგრამ ამ ოქმების ასლები მე მგონი პროკურატურაშიც უნდა ინახებოდეს. კი ბატონო. და უნდა ინახებოდეს სასამართლოშიც. მადლობა. იმიტომ რომ მე რაც მქონდა ის მე შიგნით ოპოზიციაშიც და საერთოდ გარემოცვაშიც ძალიან ბევრი ადამიანი გვარებს არ დავასახელებ, ფაქტები არა მაქვს, მაგრამ შემოყრილი იყო ბევრი ადამიანი, რომელსაც ყველა ინფორმაცია გაქონდა, რასად იყო, როგორ იყო და მომზადებულები შემოდიოდნენ და ასე გვაწიოკებდნენ. ამის მერე მოხდა ომი, რომელიც ჩემი საზრით ამ ომის წამოწყების ერთ-ერთი მიზეზი, ამ ავანტიურაში ჩართვის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ სააკაშვილი მიხვდა, რომ მან საზოგადოებაში ნდობა დაკარგა და ყველაფერი საკეთებდა იმისთვის, რომ ნდობა აღედგინა და გამიგია კიდევაც, რომ თითქოს რუსული სამშვიდობოების გენერალზე ფულიც კი იყო გადახდილი, რომ შეისულიყვნენ სოხუმში, გასულიყვნენ ბოლომდე, ისე ცხინვალში გასულიყვნენ ბოლომდე და ესე დაებრუნებინათ ცხინვალის რეგიონი. ესეც კი გამიგია, რომ ფულიც იყო იქ გადახდილი. მაგრამ ამის ფაქტები არა მაქვს. ყოველ შემთხვევაში ჩაერთვა მოაზრო ავანტიურაში დაუწყო ცხინვალს დაბობმა და დამთავრდა ისე როგორც დამთავრდა საქართველო დაკარგა პრაქტიკულად სახელმწიფოებრიობა. ისინი ვინც ის ომი წამოიწყო, ყველა წითელ ხიდზე გაიქცა და ღირსეული ნაწილი შერჩა ისევ იმ ომს და არც იცოდა რა გაეკეთებინა. ამ ყველაფერში ძალიან ჩართული იყო დასავლეთი. ისეთი ჩართული იყო, რომ პრაქტიკულად ძალიან ინტენსიური შეხვედრები მქონდა ამერიკის ელჩთან და სხვადასხვა ელჩებთან და პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი ოპოზიციის მხარეზე არ იყვნენ და თავიდან ბოლომდე ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს. არჩევნების გამარჯვების მოლოცვა თეთრი სახლიდან მოხდა იმ დღეს, როდესაც ჯერ კიდევ CSKO-ს ლევან თახნიშვილს არ ჰქონდა გამოცხადებული ვინ მოიგო და ვინც ააგო ოფიციალურად და სხვათა შორის ეს იყო ბუშის მოლოცვა და ნახევარსაათში მოყვა პუტინის მოლოცვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. იმიტომ რომ იქ სერიოზული ხიდები იყო არაფორმალური გაჩაღებული რუსეთთან, ესეც მსმენია. და იმდროინდელი რუსეთის ელჩი ეროსი კინწმარიშვილი იძახდა, რომ ომი დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა ჩვენ შეიძლება მთლიანად ავცილებოდით ამობს და ავცილებოდით აღიარებას აფხაზეთის და
ოსეთის და შეგვენარჩუნებინათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ეს ყველაფერი დავკარგეთ უამრავი რაოდენობა სოფლების და მივიღეთ ძალიან ბევრი დაჩაგრული ტოლოილები, რომლებიც მივიღეთ ომის წაგების ბამ ჩვენ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის გარდა არ დაგვიკარგია, მაგრამ წყიბზე ვიყავით, მეტი არაფერი არ მოგვიტანა. ამის მერე უკვე მოხდა საკნების აქციები, როდესაც მე მიმართე ხავილ სოლანას იმ დღეს ირაკლი რუხაძემაც მოყვა. ბევრი თავისუფალი ჟურნალისტი საისოფორო იყო ეგეთის ხელმოწერით, რომ მაესტროსთვის მიეცათ სამოუწყებლო პოლიტიკური ლიცენზია და საზოგადოებრივი ლიცენზია. ხავიერ სოლა და ნატოს გენერალური მდივანი. ნატოს გენერალური მდივანი, ნატოდან წამოსული და ევროსაბჭოს თავმჯდომარე. მაშინ ევროსაბჭოს თავმჯდომარე. მე შემხვდა როგორც ოპოზიციას, მე მას გადავეცი ეს წერილი და მან მე აღმითქვა, რომ ეს ლიცენზია როგორ არ გაძლევენო დემოკრატიის შუქურაა კაციო. მთელი ნიჭიერება იმ ხელისუფლების მდგომარეობდა, მართლა ნიჭიერება მდგომარეობა იმაში, რომ ერთი ხელით იყო პირსისხლიანი და მეორე ხელით მთელ სოფლიოს ეგონა, რომ ეს იყო დემოკრატიის გამჭვირვალეობის შუქურა პოლიცია. არა, მან უნდა შეგეწინააღმდეგოთ ეხლა და შეგაწყვეტინოთ. ყოველ შემთხვევაში ამას ესე ყიდულობდა. ყველაფერი იცოდა, უბრალოდ ესე უნდა და ესე ამბობდნენ და ის რომ ყველაფერი იცოდა, ამას ყველა ელჩი საქართველოში აკრედიტებული, ყველა ელჩი პირადად ჩემთან საუბარში ამბობდა, ერთადერთი ვინც ძუნილს ინარჩუნებდა იყო ამერიკის ელჩი, დანარჩენი ყველა ამბობდა, რომ ეგეთი კატასტროფა რაც ხდება ქვეყანაში, სოფლიოში არსად არ ხდება, რაც საქართველოში ხდება და მე როცა ვეკითხებოდი, რომ რატომ ამაზე ხმას არ იღებთ, ისინი ამბობდნენ, რომ ამაზე ხმის ამოღება აქვთ აკრძალული. ანუ უბრალოდ ყველაფერი იცოდა, ვერაფერსაც ვერ ყიდდნენ, ყველამ იცოდა, რომ აქ იყო ავტოკრატია, უბრალოდ ეს ავტოკრატია იყო ხელდასხმული, დაშვებული, აწყობდათ და მათი დანიშნული იყო. ამაში გეთანხმებით, მაგრამ ნიჭიერებას მე ვიძახი ბჭყალებში. მარტო 26 მაისს იყო საპარლამენტო არჩევნები. ხურჩაში დადგეს ქართველების და აფხაზების ომი. მაშინ ზუგდიდის რაიონში კენჩიყრი და კობადავითაშვილი. და ეს ომი ისე დადგეს, რომ თელ საზოგადოებას ეგონა, რომ ომი დაეწყო და გაექცათ ეს დადგმა ხელიდან და იქ ერთი ქალი მოკვდა, ავტობუსში დაიწვა. დადგმის დროს მოკვდა. ერთ-ერთი მათი მსახიობი ქალი თუ აქტივისტი დაიწვა ავტობუსში, ისე დადგეს ეს ომი. ნამდვილი სროლები და ცეცხლი დადგეს რა. ამას ვეძახი ნიჭიერებას, დადგეს მოდელირებული ქრონიკა, ორ ადამიანს გული გაუსხდა, კი ისით რაც არის და ჩემი შვილები სახლიდან გარბოდნენ, სად უნდა მივიდეთ, შევიარაღდეთ და სად უნდა დავიწყოთ ომიო და მე რო გამომაცხადეს იმ მოდელირებულ ქრონიკაში, რომ რუსული ტანკზე ვზივარ და თბილისისკენ აგერ ვარ თქო, ყვიროდი. აგერ ვარ, სად ვერ ვიხართ მეთქი რა. შვილები არ გიჯერებთ. და ხო ისეთი ამბავი იყო. ამას უძახი, ეს იყო რა შეიძლება ამ ადამიანებს არ გაეკეთებინათ დაწყებული ორი გვამიდან დამთავრებული, არ ვიცი, ომის დადგმამდე, ამაზე ადამიანის, ნორმალური ადამიანის ტვინი ვერ მიდიოდა აქამდე. რა უნდა დავარქვა სოზა რამას, ავტოკრატია უნდა დავარქვა თუ ტირანია, ესეც არ ვიცი. ეს იყო სისასტიკის რეჟიმის, სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი და მეტიც მგონია, რომ პირველი ექსპერიმენტი იყო მთელ სოფლიოში იმისა, რაც დღეს ხდება. აი, მართლა ესე მგონია. ერთი ხელით და დემოკრატიის ხმალით ნადგურდება მთელი ჯანსაღი აზრი და განსხვავებული აზრი. დღეს პრაქტიკულად ამას უყურებთ ჩვენ მთელ სოფლიოში. საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება, ეხლა თვითონ რომ გააყალბეს, ხო ძალიან კარგად იცოდნენ ეს ამბავი და შესაბამისად ამ გაყალბების რეჟიმში უცხოვრობდნენ, მაგრამ არც არავის ყოველას ფეხებზე ეკიდა. საბოლოო ჯამში მოვყვები 26 მაისს სხვა შორის ყველა დარბევა თუ დაწეოკება
რაღაცა ფუნქციის მატარებელი იყო, ნუ პირველ რიგში დაშინების ფუნქციის და მეორე რიგში ტკივილის ფუნქციის იმისთვის, რომ ადამიანი მეორეჯერ აღარ გამოსულიყო. ესეც დაშინებაა, მაგრამ ტკივილის მომენტიც იქ ძალიან დიდია. იმიტომ მე ვეღარ გაიგებდი საწასულიყავი, სამწყობოში მიდიოდი, შეიძლება სუსის ექიმები შემოეგზავნათ. ტელევიზია საერთოდ არ არსებობდა იმის მერე, რაც იმედი დაიკეტა და სადღაც უკვე 2009 წლის საკნიდან დაიწყო კიდე რაღაცა პატარა ფანჯარა. იმის გახსენებაც მინდა, რომ საკანში შუა გადაცემის დროს ბომბი შეაგდეს, რა ვიცი გახსოვთ თუ არ გახსოვთ. როგორ არ გვახსოვს. ჩემი ძმა უკვე გაუსაძლელ ჯანმრთელობის მდგომარეობაში იყო და მახსოვს საზაპაპოაშვილს მიყავდა ბომბი რო შეაგდეს ის გადაცემა, იმიტომ რომ იქ გიას ჯანმრთელობის დიდი პრობლემა დაემართა და გარეთ წავიყვანეთ, რომ ოპერაცია გაგვეკეთებინა. საკანი იყო ის პატარა ხვრელი, საიდანაც შეიძლება ადამიანს რაღაც სიმართლე მაინც გაეგო. 6 მაისზე გავაკეთებ გეტყვით ორ წინადადებას, აი აქედან წავედით დიღომში, პოლიციის სამმართველოში, იმის მერე რაც ჩემ ძმას მოვიდა არასრულწლოვანების წერილი, რომ მათ ციხეში გაუპატიურებით ემუქრებიან. ეს წერილი ჩვენ მიტინგზე წავიკითხეთ და ფეხით წავედით. მაგრამ იქ რაც დაგხვდა, წერილით გადავიდა. გია საერთოდ მარტო გიას გადასვლაზე იყო ლაპარაკი და ატყდა ისეთი ტყვიების სროლა. მე რკინის ხელკეტებით გამოვარდნა, რომ მე 3 ტყვია მომხვდა თავში, ისევ მოვხვდი საავადმყოფოში. სულ დასისხლიანებული იყო ყველა, ნუ ჩემ გამოვიჩქარდა, თავში ესწოდნენ, თვალები დაკარგეს და ასე შემდეგ. ადამიანებმა სხვა შორის აქედან იქ ახლა ბევრი მერე მოვიდა, მაგრამ ბევრი არ წავსულვართ. იმიტომ რომ შედარებით დღე იყო და საღამოობით ვიკრიბებოდით მიტინგებზე. წახვედით იმიტომ, რომ თქვენმა ძმამ უცნობმა ბატონმა გია გაჩეჩილაძემ არასრულწლოვანთა ციხიდან მიიღო ბავშვი პატიმრის წერილი, რომ მიშველეთ მემუქრებიან გაუპატიურებთ. დიახ, ბიჭიდან. ბიჭისგან. რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დავაზუსტებ. მეორე დღეს 3 ადამიანის ხელის მოწერა იყო და მეორე დღეს ეს 3 ადამიანი ამ ჩვენი თავგანწირვის შედეგად გამოუშვეს. გასაგებია. იმიტომ რომ ძალიან დიდი ვნებათა ღელვა იყო უკვე რუსთაველის გამზირზე. ამას მოყვა 26 მაისი გადავსე. ყველაზე მძიმედ მაინც გიას იმდეს. გია გიღამ გარდაიცვალა რა. იქ საკანში რომ მიიყვანეს, სუშავი იყო მთელ ტანზე. ისე გალახეს შიგნიდან. შიგნით და ეშინოდათ და მე გადმოაგდეს ღობიდან ეშინოდათ, რომ იქ ხელში არ ჩაგდომოდათ რა. რა ვიცი, ათეულობით კაცი ურტყამდა. მე მინდოდა დავხმარებოდი, მაგრამ 3 ტყვია მომხვდა თავში და ყველას მოხვდა უკვე, რომ კიდევ გადამძროლეყავი და დავხმარებოდით, მაგრამ იქ იმ არავინ იცოდა ცოცხალი იყო. არავინ იცოდა ცოცხალი იყო. შევსულიყავი, რომ მე უბრალოდ მანახეთ თუ ადამიანი და მაგ ამიკეთეს წინ ფარების კედელი, არავით არ შემთხვევაში არ შემიშვეს. უმძიმედ მდგომარეობაში ჩავარდე და მე რეაბილიტაცია ძლივს განიცა და მართალი რო გითხრათ, რა მალამოები არ მოქონდა ხალხს მასში საგანში. ამის მერე 26 მაისს ორ სიტყვას გეტყვით, ეს იყო პირველი დათვლადი ხალხმრავალი, დათვლადი, იმიტომ რომ სტადიონი ადვილად ითვლება ხო და ის ყველაფერი რო გადავსებული იყო. დათვლადი ხალხმრავალი აქცია, რომელიც ისევ და ისევ მშვიდობის გამო და იმიტომ რომ შევარდნები და გადაწვევები არ მომხდარიყო, იმიტომ რომ ხალხი ძალიან გაუსაძლის მდგომარეობაში იყო და ძალიან გაღიზიანებულ მდგომარეობაში იყო. მოვიფიქრეთ ის, რომ წავსულიყავით სამებაში, უხლებოდით პატრიარქს და იმისთვის დაგვეჯერებინა, რა უნდა გაგვეკეთებინა და დინამოს სტადიონი იყო გადავსებული. გადავსებული, თავის ბილიკებიან, სარბენი ბილიკებიან,
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა ვერ დააბრალა ქართულ საზოგადოებას, რომ ჩემი წინააღმდეგები არ ახართო. მანამდე და ხარ ცოტანიო, ვერც ეს დააბრალა. ცოტანი ხართო. შესაბამისად, აქედანაც მიუხედავად ხალხის დიდი წყრომისა, მაინც გამოვძველით ისე რომ დიდი შეხლა შემოხლა, რომელიც სულ რისკის ქვეშ იყო. სამოქალაქო დაპირისპირება ამას ძალიან ვაკონტროლებდი და არ მომხდარიყო და არც მომხდა. შესაძლოა ძალიან ბევრი პროვოკატორი ამომივარდა მერე სცენაზე, რატო არ შევარდით შენობებში, იყვნენ ძალიან ბევრი, მაგრამ ამის მერე მოხდა ჩემი შეხვედრა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და ჯონ კერისთან, რომელმაც მე მთხოვეს, რომ 106 დღის მერე დაგვემთავრებინა საკნის აქციები, ისედაც მილეული იყო და ჩვენ დავთანხმდით ამაზე და დავამთავრეთ საკნის აქციები. მაგრამ საბოლოო ჯამში ამან ყველაფერმა ის გამოიწვია, რომ ვერ შევცვალეთ ხელისუფლება, ხალხი მაინც განაწყენებული დაგვრჩა და მაგრამ მივხვდით, რომ რესურსი უკვე მეტი ბრძოლისა აღარ იყო ამ საზოგადოების მუხტს, რომელიც დღითიდღე იმატებდა და ეს იყო უკვე 80%-მდე ასული, ჭირდებოდა ახალი ლიდერი, ახალი მოცემულობა, ახალი რესურსი, რაც მერე თავის თავზე აიღო ბიძინა ივანიშვილმა. ალბათ ჩვენი დამსახურებაც იყო ყველაფერი ამის ყურება ადვილი არ იყო და ინფორმაციის მიღება და საბოლოო ჯამში მშვიდობიანად მოხდა ამ ხელისუფლების გაყვანა, შედარებით მშვიდობიანად მოხდა ამ ხელისუფლების გაყვანა პოლიტიკური ველიდან და იმედი მაქვს, რომ საბოლოო გაყვანა. 26 მაისზე ორ სიტყვას გეტყვით, პირველი შემთხვევა იყო, სადაც გასასვლელი არ დატოვეს და სადაც უნდათ დაღვრილიყო იმდენი სისხლი, რამდენიც იმაზე მეტი იყო, რაც საჭირო იყო. მე ორ შვილთან ერთად ვიყავი, პირადად მე ისევ ჩხუბის და ცემის მერე ვიყავი გათიშული გაზებისგან და ცემისგან და ჩემმა ბიჭებმა მხატვრის სახლის ეზოში შემიყვანეს და იქ კიდე მერე პირველ სართულზე ცხოვრებმა ერთ-ერთმა ოჯახმა შემიფარა თავის სარდაფში. ასე რომ მე ვერ მიპოვეს ჩემი შუა თანაშვილს 3 ტყვია მოხდა სახეში და იმათ ისიც შეიფარა იქ უკვე გვერდზე კორპუსში. ოჯახმა და რამოდენიმე ადამიანით შეიფარა იმ ოჯახმა და უფროსი შვილი, რომელმაც მოახერხა გარღვევა მხატვრის სახლის, ის დაიჭირეს და წაიყვანეს პოლიციაში, მაგრამ რო გაიგეს, რომ ჩემი შვილი იყო, სხვასთან შედარებით ადრე გამოუშვეს. დაიჭირეს ჩემი ძმა, დაიჭირეს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ცემით ორივე ყურის ბარაბანი გაუხეთქეს და ხელფეხ შეკრული დააგდეს კუკიის სასაფლაოზე. ბიძინა ივანიშვილი თქვით. ბიძინა გეგიძე უკაცრავად. ბიძინა გეგიძე უკაცრავად. დააგდეს კუკიის სასაფლაოზე და იქ რო არა ერთ-ერთი მომვლელი სასაფლაოების ისიქიდან ვერც გამოვიდო და ხელებიც შეკრული ქონდა და ფეხებიც. ყურის ორივე ბარაბანი დახეთქა. სასტიკი ცემის შემდეგ ხელფეხ შეკრული დააგდეს სასაფლაოზე, ხო? სასაფლაოზე. და მეორეჯერ აღარ დაგაგდებთ, მეორეჯერ მტარს დაგაგდებთ უთხლის. არ მახსოვს კუკიის სასაფლაო იყო თუ სხვა, მაგრამ სასაფლაოზე დააგდეს. ეს უკვე ღამეა. სხვა დანარჩენ მომიტინგეებს ან ყველა ხოცემეს და გალახეს და დაასისხლიანეს, ზოგი დაიჭირეს, ნაკლები ძალიან ცოტა ადამიანი, ვინც ცნობილი ადამიანი იყო, ან პოლიტიკოსი იყო, ისინი სახლში გამოუშვეს. დილით უკვე მაესტრო მუშაობდა და იმათი სისასტიკენელა ქრებოდა. იმათი სისასტიკე, თუმცა იყვნენ ადამიანები, ვინც იმ დილით სისხლიან რუსთაველზე იდგა და ორდენები და მედლები მიიღო, ესეთებიც იყვნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკური შეფასება იმ რეჟიმის შეუძლებელია, ერთი სიტყვით შეუძლებელია. ავტოკრატია იყო, არა იმაზე მეტი იყო. ტირანია იყო, არ ვიცი ხა ტირანიას მე არ შევსწრები ვარ ფიზიკურად, ხა რამე ტირანიას რო შევადარო და შესაბამისად ეს იყო მართლაც
წყალებში ნიჭიერი ექსპერიმენტალური რეჟიმი, რომელიც თავიდან ბოლომდე დასავლეთზე იყო ჩამოკიდებული, იმის მერე რაც მან დარბევები განახორციელა და ეს იყო მათი დაქირავებული რეჟიმი, რომელიც პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს ანახებდა, როგორ შეიძლება დემოკრატიის ხმალით ხალხის დაწიოკება და გაუბედურება რა. აი ეს იყო და ეს. დიდი მადლობა ბატონო ლევან, კითხვა მაქვს ასეთი. ჯერსი განმარტავ, იმიტომ რომ დრო გადის და ზოგმა არ იცის. საკნების აქციაში იგულისხმება ის, რომ რაკი ციხიდან გამოდიოდა ინფორმაცია, რომ იქ უბედურებები ხდება. ეხლა უიდეო, უსიმართლო, არაფერი რომ მათ მხარეს არ არის და გარეთ რო დგას რამდენიმე ადამიანი და გვიწივის რომ გამოდით პარლამენტიდან. პარლამენტიდან ეგ მაგათ კი არ გამოვყავართ. პარლამენტიდან გამოყავს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა არჩევნებს. ანუ არჩევნებში ხმას ვერ იღებენ და წივიან კივიან გარეთ. თან კრეატიულობაც არ აქვთ, რაღაცა მოიფიქრეს, სტრატეგია დასახე. ნუ სრული ეს არის სიღატაკე სუფევს, იდეური და იდეოლოგიური და განათლებას რო თავი დავანებოთ. და ზოგიერთი ახალგაზრდა ისე ჩაითრიეს, რომ ნუ შეგეცოდება. იმ დროს ჯერს ერთის პროექტი საკანი ნომერი 5, რაც განხორციელდა მაესტროს ეთერში, მე მანწავს, რომ ჟურნალისტიკისა და ზოგადად პოლიტიკური ბრძოლის და მოქალაქეობრივი ბრძოლის ისტორიაში ეს ერთ-ერთ უნიკალურ ფურცლად ჩაიწერება, ნამდვილად თავისი კრეატიულობის, შედეგის და სიმართლის საზოგადოებისთვის მიწოდების მხრივ და ასევე საკნების აქცია, ანუ გამოდიოდა ციხიდან ცუდი ინფორმაცია ბირბილად რომ თქვა და მაშინდელმა ამათგან განსხვავებით პროტესტის ჟინით შეპყრობილმა და სიმართლით შეიარაღებულმა ამათგან განსხვავებით ხალხმა მოიფიქრა ასეთი აქციის ფორმა, რომ ტელევიზიის წინ და ასევე რუსთაველის გამზირზე და მიდამოებში და ძირითად არტერიებზე საპრეზიდენტო სასახლის წინ კანცელარიის წინ რუსთაველზე და ტელევიზიის წინ ეს იყო ლოკაციები, ცენტრალური არტერიები და მნიშვნელოვანი ადგილები, სადაც რკინის კონსტრუქციები შედუღებული სახით ყველა დაიჭირეს, ვინც რკინის კონსტრუქციები გააკეთა, ყველა კონსტრუქციები შეიქმნა გალიები. გალია იყო სააკაშვილის ციხე იყო ერთი დიდი გალია, სადაც ადამიანებს კლავდნენ. საკნები, ციხის რკინის საკნები ჩაიდგა და ამ საკნებში მორიგეობით ცხოვრობდნენ პროტესტით განწყობილი მოქალაქეები. ეს არ უნდა მხოლოდ პოლიტიკოსები. მოქალაქეები, ვისაც ამის გაბედულება ყოფნიდა, მოდიოდა და იქ ცხოვრობდა, ღამეც იქ ათენებდა. დიახ. ჩვენ მოვისმინეთ ამ მთელი საქართველოსთან სხვა შორის. დიახ, სხვადასხვა რეგიონებიდან, სხვადასხვა ასაკის. ეს იყო ძალიან პოლიტიკურად ეფექტური აქცია, როგორიც მანამდე სხვას არ გამოუგონია. მე მახსოვს დისკრედიტაციის კამპანია, რომ ეს არ არის საკნების აქცია, ეს არის გალიების აქცია და გალიებში ხო იცით ვინს ხედან და მე იყო ეს მაიმუნია ის და ესე ახასიათებდნენ იმას, ვინც ოპოზიციაში იყო. ანუ მხარს უჭერდა. მე გავმარტე მედიას სწორად ის, რაც თქვენ იგულისხმეთ საკნების აქციაში. ეს ყველაფერი გაკეთდა ძალიან ბევრი და ნუ მე ამან თავისი შედეგი მაინც მოიტანა და თქვენ თქვით რომ ახალი რესურსი იყო საჭირო და ასე შემდეგ და თქვენ ყველაფრის ძალისხმევა გააკეთეთ იმისთვის რომ სისხლი არ დაღვრილიყო და შემდეგ უკვე ბიძინა ივანიშვილმა ეს გაწეული ძალისხმევები ახალი ენერგიით და ახალი და უკვე შედეგიანი სტრატეგიით შეავსო და დადგა გამარჯვება. საკნების აქცია თქვენ თქვით რომ მოიშალა აშალეთ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თხოვნით. დიახ. კონკრეტულად სად, როდის შედგა ეს საუბარი და რა გთხოვათ და რატომ? ოპოზიციასთან შედგა საუბარი. როდის? და სად იყო ეს საუბარი? ალბათ მაისის თვე იყო. დიახ. ჩამოსული იყო. მისი ვიზიტის დროს ესე იგი. მისი ვიზიტის დროს ჩამოსული იყო. ჯონ კერი იყო, თუ გახსოვთ,
მათი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი ჩამოსული იყო საქართველოში ვიზიტით იყო და ოპოზიციაც ეს არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ირაკლი ალასანია ნამდვილად მახსოვს, რომ ერთად იყვნენ ჩამოსულები ვიცე-პრეზიდენტი და კერი. და კერი და ვიცე-პრეზიდენტი ოპოზიციას შეხვდნენ. ოპოზიციას შეხვდნენ, მე ხუმრა კიდევაც კერი რომ აგერო ხო ხედავ შენს გაგეყალბებს არჩევნები ისევ როგორც მეო, მაგანაც ხო ვერ მოიგო საპრეზიდენტო კანდიდატობა და ესე მე ხუმრა ხდება ხოლმეო. ეგო შენო არ ინერვიულო და მე რომელმა ერთმა მთხოვა მე მახსოვს რომ ბაიდენი მელაპარაკა 106 დღე გავიდაო და რა გინდა თუ ეხა კიდე ამდენი საკნები ისედაც ერთად იყვნენ. ერთად. კი ბატონო. რა გინდა თუ ამდენი კიდევ აქციების გაგრძელებაო და რომ მორჩეთ თქვენთვის უკეთესი იქნებაო და კარგით მეთქი ესე ისედაც მილეული იყო მართალი რო გითხრათ, იმიტომ რომ 106 დღე იმ ხალხს ვინც მონაწილეობდა პრაქტიკულად ჩათვალეთ რომ ყველა აწამეს შიგნით თუ გარეთ რა. ოჯახის თვალსაზრისით თუ ყველა აღრიცხეს და ყველას დაემუქრა. ჩვენ აქ მოვუსმინეთ ერთ-ერთ მათგანს, მარიამ რატიანს, რომელმაც აქციის დროს პროდუქტი და სხვა საჭიროების საგნები მიაწოდა იქ მყოფ ადამიანებს და ჩვენ მოვისმინეთ როგორ გაუნადგურეს ბიზნესი, ოჯახი და რეალურად მისი მეუღლე აქციეს შშმ პირად. კი, ეგრე იყო, მაგალითად, ჩემ ბავშვობის მეგობარ გოგა ლომიძის შევიდა ბანკში თავის საქმისთვის რაღაც თანხა გამოიტანა, ბევრიც არა, მოიტაცეს, მოკლეს ტყეში ცემით, დააბეს რაღაც ხეზე და იქ დატოვეს. ეს ფულიც წაართვეს, ეგონათ რომ ეს ფული აქციაზე მოქონდა. და გთხოვეს, ესე იგი, ჯონ კერიმ და ჯო ბაიდენმა რომ დაგვემთავრებინა საკნების აქცია. მიზეზი არ უთქვამთ, რატომ თქვენთვის ასე ჯობსო, რას ნიშნავდა? ნიშნავს მიზეზი მათ ჰქონდათ ცალმხრივი, სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ დასავლეთის ეს კი იცოდნენ ყველაფერი, მაგრამ იმათ ინფორმაციაზე დაყრდნობით აფიქსირებდნენ მაინც თავის მოსაზრებებს. ნუ გითხრეს რომ გალეულიაო აქციები ახალი ტალღის წამოწყებაშიო თქვენ ბევრი დრო დაგჭირდებათო და აგერო რუსთაველზე რო ყრია სხვათა შორის სხვა ლოკაციებზე აქციები აღარ იყო მარტო რუსთაველზე იყო ამასაც თუ აიღებთო უბრალოდ კარგი იქნებაო და კარგით ავიღებთ მეთქი რა დღეს რო ვთხოვოთ ბატონ ჯო ბაიდენს რომ ამათ იგივე თხოვნა გამოუგზავნოს თუ იცნობს რა თქმა უნდა ეს არ მოგეჩვენათ მაშინ რომ ჩარევა იყო პირდაპირ შიდა საქმეებში ნუ შედაწერეოდენ მეტი ჩარევა ეხა CSKO-ს არჩევნები გამოცხადებული არ ქონდა და პრეზიდენტობა მოულო CSKA-ს პირდაპირ ერეოდენ პირდაპირ ოღონდ ამას დღევანდელი დღისგან განსხვავებით საჯაროდ არ აკეთებდნენ რო ხდებოდნენ მაშინ ეს რო ხდებოდნენ პირდაპირ გეუნებოდა პირდაპირ მე ამერიკის ელჩმა მითხრა რომ თქვენო მარგინალები ხართო იმიტომ რომ 7-8% გიჭერთ მხარს აგერ ამაქვსო სოციოლოგიებიო და ყველა სოციოლოგიას ეგენი ატარებდნენ და ყველა სოციოლოგიას აყალბებდნენ ყველას მათ ჰქონდათ ჯერ კიდე შევარდნაძის დროიდან არჩევნების მართვის მე ერთ რაღაცას მოყვები და მე ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ ბევრი რომ არჩევნების მართვის, სათავისოდ არჩევნების მართვის და არჩევნებზე გამარჯვების დაფიქსირების რამოდენიმე ვარიანტი. მათ შორის ჩაყრის ურნებზე. მე როდესაც სააგაშვილის შტაბის უფროსი ვიყავი, ძალიან ბევრი შტაბის უფროსისგან გამიგია, რომ იქ ბევრი ბიულეტენი ჩაიყარა. ბევრი მაჟორიტარის სასარგებლოდ. შესაბამისად ეს მეთოდოლოგია ძალიან როგორ იწყება სოციოლოგიიდან exit poll-ი რაშვება და როგორ უნდა გაიფორმო ბავარია დასავლეთმა გაღიაროს და შენ გამარჯვებული ხარ და
ბოდიში და ფეხებზე კიდიათ საქართველოს მოსახლეობის და აი ფეხებზე კიდიათ. მე წადი და იჩივლე და რაც გინდა ისქენი და მე შევალ კაბინეტში. გასაგებია. შეკითხვები ბატონი ილია, ბატონი სოზარი. ბატონ ლევან, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველა იმ იმედის მოცემისთვის თქვენი ბრძოლის დროს ჩვენ რომ გვაძლევდით მაშინ და მესმის რომ ამას დიდი ენერგია ჭირდება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ისიც მნიშვნელოვანია რომ ის 90-იანების ჩვენ რაც დაგვემართა უბედურება და სამოქალაქო ომი და გადავწვით ყველაფერი და დავკარგეთ ამდენი ხალხის სიცოცხლე ეს ვისაც ნანახი აქვს გრძნობს რა საშიშროებამდე შეიძლება ყველაფერი მივიდეს და რა თქმა უნდა ამას ჭირდება ასჯერ გაზომვა სანამ რაღაცა გადაწყვეტილებას მიიღებ და ასეც იყო როგორც თქვენ ამბობთ და ყვებით აბსოლუტურად მესმის ის თქვენი პასუხისმგებლობა და ემოციები რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყანას არ აქვს პატარა ისტორია და ბევრი რამე გადაუტანია, ბევრი დიდი სახელმწიფოებთან ყოფილა ჭიდილში, მაგრამ ყველაფრიდან რაღაცნაირად გამოსულა. დღესაც ჩვენი ქვეყანა იბრძვის იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში აქ მიიღებოდეს ქართველების მხრიდან, მაგრამ ეს გადაწყვეტილებები აუცილებლად უნდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდეს, ეს არის უმნიშვნელოვანესი და ამ ბრძოლაში ვართ დღესაც და ეს ის ბრძოლა არ არის რომ ერთ დღეში დამთავრდეს და წყნარად რა თქმა უნდა განუწყვეტელი მიუყვებით და მიუყვებით ვერც იმას ვერ ვიტყვით რომ ჩვენ ქვეყანაში გაუნათლებელი ხალხი ცხოვრობდა უნიჭო ხალხი ცხოვრობდა ან გამოცდილება გვაკლდა ან რამე ესეთი თქვენი აზრი მაინტერესებს და თქვენ აღნიშნეთ რომ ამ ექსპერიმენტში მოვხვდით ჩვენი მიზანიც ის არის რომ მომავალში რამენაირად თავიდან ავიცილოთ მსგავს ექსპერიმენტში ჩვენი მოხვედრა რა იყო ის მომენტი თქვენი გადმოსახედიდან ამდენი რამე იცით და რა თქმა უნდა ყველაფერზე ვერ ისაუბრეთ შეიძლება არც გაგახსენდეთ ის კი იმიტომ კი არა ვერ ისაუბრებ თუ არ არის ასაუბრო იმიტომ რომ იმდენი დეტალისგან შედგება ყველა ეს შეხვედრა თუნდაც ის ამერიკელებთან შეხვედრა და მათი რჩევა რომელიც არაერთი მოვისმინეთ ამ კომისიის მუშაობის ფარგლებში რა იყო რა დაგვაკლდა ჩვენ რომ მოვხვდით ამ უბედურ ექსპერიმენტში რა დაგვაკლდა განათლება გამოცდილება პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ სიყვარული სამშობლოს მიმართ თუ რა იყო ის მომენტი რომელიც დაგვემართა რეალურად და ამდენი ტკივილი მოგვაყენა კი დღევანდელი საზომით ამ ყველაფერზე ვზივართ საუბრობთ და ვფიქრობთ იმას რომ ხვალ ეს იგივე აღარ დაგვემართოს აი თქვენი გადმოსახედიდან თუ შეგიძლიათ რაღაც მე მგონი ჩვენ არაფერი არ დაკვლებია ჩვენ მოვხვდით ამ ექსპერიმენტის მსხვერპლი რატომ ჩვენი იმათი თვალსაჩინით ყველაზე როგორ თქვა იმათ თვალსაჩინით ექსპერიმენტის ჩატარებისთვის ყველაზე კომფორტული პარტნიორი იყო მიხეილ სააკაშვილი მაგრამ ჩვენ ეს ჩვენ დაუშვით ის რომ მიხეილ სააკაშვილი მოვიყვანეთ და მივეცით ამის უფლება რომ ეს ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ ჩვენ ეს გამოგჩა გამოვტოვეთ და რა მიზეზის გამო გამოვტოვეთ ხო აი ამას ეს მაინტერესებს თქვენი გადმოსახედიდან დღევანდელი თქვენი გადმოსახედი მიზეზი ის იყო რომ შევარდნაძის რეჟიმი უკვე იმდეხანს იყო საქართველოში და გაცვეთილი იყო და იყო მართლა ყველა სიმაღლეზე კორუფცია იყო, ყველა შრეში კორუფცია იყო, საზოგადოებას ცვლილებები უნდოდა და ჩვენ და სამწუხაროდ ეს ცვლილებები მოხდა ქუჩიდან, მოხდა რადიკალიზმიდან, მოხდა რევოლუციით და ყველაზე მეტი ხარიზმა
ამ რევოლუციაში მიხეილ სააკაშვილმა გამოავლინა რა. კი, მაგრამ ჩვენ დავიჯერეთ. ჩვენ დავიჯერეთ პირველად ყველაფერი გამოცდილება გვაქვს. გამოცდილება გვაქვს და იმ დროს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას აკლდა ეს გამოცდილება. აი ეგ მაინტერესებს. როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ბავშვი ვიყავით ამის თქმა მინდოდა. მეც მაგი კითხულობ ეგ მაინტერესებს თქვენგან შეფასება. როგორც დამოუკიდებელი გვაკლდა ჩვენ რომ ეს დაგვემართა. და როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ბავშვი ვიყავით, მაგრამ დღეს უკვე ხო ხედავთ იმხელა გამოცდილება გვაქვს მიღებული საზოგადოებას, იმხელა გამოცდილება აქვს მიღებული, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას არ ჯერა, მაგრამ სხვა შორის ოპოზიციას მინდა მივიმართო და უთხრა, ისინი თუ არ ახტებიან იქიდან რომ არჩევნები წააგეს, მაშინ შევლენ ჩიხში. ისეთ ჩიხში შევლენ რომ სულ უფრო და უფრო დაცოტავდებიან რა. მაგას მარგინალიზაციის პროცესი ქვია, რომელიც გარდაუვალია, ეს არის პოლიტიკური კლასიკა და ესეც ჩანს. იმიტომ რომ არ ხტებიან სწორი ლოგიკიდან. და ის დღევანდელი რეალობა, რომ ამ ადამიანებს დაბრუნება უნდათ მართლობაში, ეს ხო არ გავს ერთი და იგივე ნაღმზე ფეხს დაბიჯებას. კი, მეორეჯერ დინარეში მეორეჯერ შესვლა და იმიტომაც საზოგადოება იმდენად ჯანმრთელია დღეს და იმდენად ყურადღებიანია, რომ არ ამგონია დარწმუნებული ვარ, რომ აღარ დაუშვებენ. მადლობ, ეს მინდოდა თქვენ. ბატონი სოზარი. კითხვებია, არა უბრალოდ რაღაცები მინდა ესე შევავსოსავით. მართლა ვერ ამოუწურავთ თავიდან თქვენ ესე დაიწყეთ, რას თქვენ გაიარეთ, იმის ამოწურვა შეუძლებელია. უბრალოდ ხა 7 ნოემბერი. 7 ნოემბერს ის თავდასხმა, რომელიც მოხდა მოშიმშილეებზე 3000 კაცი თქვით და ნაკლები არ იქნებოდა ყოველ შემთხვევაში. ესე ერთი დარღვევა რომ ადამიანები, რომლებიც არც სავალ ნაწილს კეტავენ არსად, თავისთვის ხედან, შიმშილობენ, მათზე ხდება თავდასხმა, და მეორე თავდასხმა ხდება აბსოლუტურად ამოუცნობი ადამიანების მიერ, ჩვეულებრივი რაღაცა არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც სცემენ მომიტინგებს, მათ შორის პარლამენტის წევრებს და თქვენ არ თქვით, მაგრამ მე რამდენადაც მახსოვს, პარლამენტში შესვლა რომ მოითხოვეთ პარლამენტის წევრებმა რომ ჭიშკარი გაიღოთ, ესეც კი არ გაგიეს. კი, მეორე, ამის შემდეგ უკვე როცა მეორედ დაიწყო დარბევა, გამოყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს ძალები, ჯარი, რაც აი უბრალოდ კონსტიტუციის დარღვევა, რაც უმძიმესი დარღვევა და რასაც ვერავინ ვერ გააკეთებდა მიხეილ სააკაშვილის გარდა. ამას რატომ უსვამ ხას, ისედაც ვიცით რომ მიხეილ სააკაშვილის გარდა გარეშე მსგავსი რამეები არ ხდებოდა, მაგრამ მან მოგვიანებით თქვა რომ საერთოდ არ იცოდა თურმე რა ხდებოდა, ეძინა და ვანო მერაბიშვილს შეაწმინდა ხელები და ჯარს ვერ გამოიყვანდა ვერავინ. გამოყვანილი ხავდათ სასჯელასრულების სპეცრაზმიც. ეს სპეცრაზმი იყო, რომელმაც მე ხელკეტები მირტყა და ხელკეტებით ცემა და როდესაც სააკაშვილი ჩემთან იყო მოსული სახალხო დამცველის ოფისში და მკითხე, კი, მაგრამ სასჯელასრულების დეპარტამენტის სპეცრაზმს იქ რა უნდა და მან მითხრა, რომ ძალები არ გვეყო ხალხის წინააღმდეგ, ქართული ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლებას არ იყო თურმე ძალები. მეოთხე, როცა გამოიყენეს მათ რეზინის ტყვიები, თავდაპირველად მე როგორც სახალხო დამცველი როცა ამას ვსწავლობდი, ჩვენ ამბობდით, რომ უბრალოდ რეზინის ტყვიების გამოყენება, რა თქმა უნდა, აქვს ნებისმიერ ხელისუფლებას, ოღონდ ეს იყო ზედმეტად გამოძალის გადაჭარბებული გამოყენება. არ იყო საჭირო ამდენი ტყვი, ამდენი გაზი, მაგრამ უცებ აღმოვაჩინეთ, რომ ეს საერთოდ უკანონო იყო, იმიტომ რომ პოლიციის შესახებ კანონში წერია საშუალებების ყველა ჩამონათვალი, იქ წერია გაზიც, გამოყენებას ხელკეტით, ძაღლით, ცხენი, ყველაფერი ჩამოთვლილია, ხელბორკილი, რეზინის ტყვია არ იყო. შესაბამისად, უკანონო იყო არა მხოლოდ მათი გამოყენება, უკვე რომ გამოსაყენებლად ფული რომ გამოყო ბიუჯეტმა, რომ შეიძინეს თოფი, შეიძინეს ტყვია, ესეც კი უკანონობა იყო, იყო სისხლის სამართლის წესით, რის გამოც შემდეგ მოხსენებაში მე უკვე პარლამენტში მოვითხოვე, რომ ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო, მარტო იმიტომ, რომ ეს მარტო ეს სხვა რო არაფერი ყოფილიყო, ეს რო დაუშვა. მეოთხე, კობა დავითაშვილზე თქვენ ილაპარაკეთ და კობა ბოლომდე მაინც ვერ ავხსენით იქ, ვერ ვიპოვეთო და შემდეგ საბოლოოდ ჩვენ ვიპოვეთ ეს ადამიანი აიყო ჩამწყვდეული, გამოკეტილი სამხედრო ჰოსპიტალში გორში წაიყვანეს. თუმცა ჩვენ გვყავს მოწმეები, რომლებიც ყვებოდნენ, რომ კუდში როცა მივიდნენ ადამიანები, ვინც მას სცემდნენ, ამბობდნენ, რომ რა
დიდი თავი რა ვისალ დიდი კი რა მაგარი თავი ქონია ხელები გვტკივა ხელებზე გაკეთებული ქონდათ ამათ ხელთათმანები რომლებშიც რკინები იყო ჩამონტაჟებული და მართლაც სიგრძის გადარჩა იმედი მაგრამ მაინც მოკლა მაქცემა ბოლოს და სწორედ ამით კიდევ ერთი საკნების აქციას რაც შეეხება შეიძლება დაისვას კითხვა ესე რომ აი საკნების აქცია რამდენად კანონიერი იყო, როცა რაღაცა კონსტრუქციის კეტავ ქუჩას. Რა თქმა უნდა, აქ კანონიერი ხელისუფლებას ჰქონდა სრული უფლება ამ შემთხვევაში გამოეყენებინა გარკვეული ძალა და აეღო საკნები. იმიტომ რომ კონსტრუქციის გადაკეთვა არ არის კანონიერი, თუმცა მათ სწორედ ეს გადაწყვეტეს, რაზეც წეგან თქვენ ლაპარაკობთ, რომ აი გაგრძელდება 1 თუ 2 თუ 3 წუთი. პარლამენტი არ ფუნქციონირებდა, მთავრობა არ ფუნქციონირებდა. ისედაც სააკაშვილის დიდად არ დაგიდევდათ ამათ მართავდა სადაც უნდა და იქ შეიკრიბებოდნენ მთავრობის ხტობასაც იქ მართავდა და უბრალოდ უნდათ სწორედ ეს აი პარალელურად ყველა ოჯახს ზეწოლა პარალელურად ყველა ოჯახში შევარდნა პარალელურად ახლობლების დაჭერა და ასე შემდეგ და ამითი უნდათ რომ აი ძალა გამოეცალათ და აქამდე მიიყვანეს თუმცა ის რაც გააკეთა მართლა თქვენმა ძმამ გია გაჩეჩილაძემ ეს იყო აი წარმოუდგენელი როცა თითქოს შტილი იყო და 2008 წლის ომის შემდეგ მაინც განსაკუთრებით აღარც არსებობდა რომ განსხვავებული აზრი შეიძლება და კიდევ ყოფილიყო გამოჩენილიყო აი ერთ ტელევიზიაში რომელსაც ალბათ რამდენიმე ასეული მაყურებელი ჰყავდა ჩაჯდა საკანში ერთი კაცი ზის მოჰყავს სტუმრები და მთელი საქართველოს და როგორც ამბობს ყველა ქართველი რომელიც უცხოეთში იყო უცებ გადაერთო ამ იმ დროისთვის უცნობ ტელეკომპანიაზე მე ვიყავი სხვათა შორის პირველი სტუმარი და ვამაყობ ხოლმე ამითი და ამის შემდეგი იყო აი მართლა ეს 6 მაისის სისასტიკე რომელზეც თქვენ ლაპარაკობდით სადაც ეს კიდევ ერთხელ გამოავლინა ხელისუფლებამ თავისი და შემდეგი იყო ასევე 15 ივნისი 15 ივნისს თქვენ იქ არ იყავით ხო 15 ივნისს მე არ ვიყავი ხო უბრალოდ ეს ჩამოვთვალე მაინც რა მე მინდა ჟურნალისტების გასაგონად ვთქვა ერთი რამე 5 იანვარს იყო საპრეზიდენტო არჩევნები 5 იანვარს როგორც წესი კანდიდატმა პრეზიდენტობის ბრიფინგი უნდა გააკეთოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. მოსული იყო რამოდენიმე ტელევიზია, რო გამოვედი ბრიფინგის ჩასატარებად, შეიძლება ეს დადგმულიც იყო. ყველამ, აბსოლუტურად ყველამ ერთი არ დარჩენილა ჟურნალისტმა, ვინც მოსული იყო, დააკეთა თავის ბლოკნოტები, აიღო თავის კამერები, ზურგი შემაქცია და წავიდა. მე საზოგადოებას იმ დღეს ვერაფერი ვერ უთხარი. იმიტომ რომ ოპოზიციის სალაპარაკო ადგილი არსად არ იყო. ის კი არა მეც გეტყვით, დარბაზში გვინდოდა შესვლა რომ ერთმანეთის 1000-2000 დარბაზებსაც არ ეძლეოდნენ იმისთვის რომ არ შევკრებილიყავით. აი ეს იყო მათი დემოკრატია. ეხლა ახალგაზრდებს მინდა მივმართო. ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი შოტიკო იამანიძე პატარა ბიჭი იყო რომელიც ქუჩაში გააჩერეს ნარკოტიკი გაუკეთეს ძალით გააბოჭეს ნარკოტიკი გაუკეთეს კაც სიგარეტს არ ეწეოდა და ნარკოტიკის მოხმარება გასაღების გამო ციხეში დაიჭირეს აი ეს იყო მაშინდელი დემოკრატია შესაბამისად დღეს მიმდინარე მოვლენები რაც არის იმდენად აბსურდული და გაუგებარია ჩემთვის რომ ძალიან რთულია ამის წარმოდგენა. შოტიკო იამანიძე სხვათა შორის ჩვენ გვყავს გამოსაკითხთა სიაში, მათ შორის ის არის მოწმე ვეტერანთა აქციის დარბევისაც და მონაწილე ამ თემის. აქვე განმარტავ რომ დიდი და სათაყვანებელი ფეხბურთელი შოთა იამანიძის შვილიშვილი. და უბრალოდ კიდევ ერთი ფრაზა მინდოდა მეთქვა სტადიონზე აქციასთან დაკავშირებით, სადაც აი პირველად მოხდა, რომ ზუსტად არის დათვლილი, ხო, ეგ დაახლოებით 70,000 კაცი ეტეოდა მაშინ ტრიბუნებზე და სავსე იყო მოედანი, მინიმუმ 100,000 ადამიანი იქნებოდა. და იმედგაცრუება დიდი იყო და კრიტიკაც დიდი იყო თქვენს მიმართ. მე მაშინ როგორც სახალხო დამცველი ვიყავი ერევანში წინა დღეს და მეორე დღეს
როგორ ჩამოვფრინდი, იმიტომ რომ მართლა მეც მეშინოდა რომ რამე არ მომხდარიყო და როგორც დამკვირვებელი ამ შემთხვევაში და არა როგორც აქციის მონაწილე ვიყავი სტადიონზე და ის რაც თქვენ გააკეთეთ ეს ხო აი ყველაზე პასუხისმგებლიანი ქცევა რაც შეიძლება გააკეთებინა პოლიტიკოს. Რა თქმა უნდა, დამაზიანებელი შეიძლება იმიჯურად ძალიან ბევრი ინდივიდუალურად განწყობილი ადამიანის თვალში, მაგრამ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ქვეყნის მომავლის წინაშე განსხვავებით იმ პოლიტიკოსებისგან, დღეს რომ ძალა არ აქვთ და მაინც რომ იმუქრებიან და სახელმწიფო გადატრიალებაზე რომ ლაპარაკობდნენ და 100,000 კაცი ოღონდ ისეთი ანთებული 100,000 კაცი, რომელიც მართლა ყველაფერზე მზად იყო დიდი ძალა განსხვავებით ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან, მაგრამ თქვენ მაშინ გააკეთეთ ყველაზე სწორი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღეთ, თუნდაც პირადი იმიჯის შელახვის ხარჯზე და ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. მადლობს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ რომ სისხლის ყრაზე და რევოლუციაზე წავსულიყავით, ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ შევცვლიდით. ეხლა 2012 წელსაც ვერ შევცვლიდით, ისე აირეოდა სახელმწიფო და ისე უკან დაიხევდა და წავიდოდა 90-იან წლებში. მაშინაც ვერ შევცვლიდით და ბევრი სისხლი დაიღრებოდა, იმიტომ რომ მთელი დასავლეთი მაგათ ხარეს იყო. ბატონი ალოდა მოგესალმებით, ლევან. გამარჯობა. მე მინდა მადლობა გითხრათ იმ თაობაში, ვიც კარგად გვახსოვს რა სთან იყო საქმე და რა სისასტიკეც უპევდა. მე მგონი რომ ჩემი თაობის ცოტა პატარებსაც და უდიდებს თავის დაუცხადია, არასოდეს არ დააუზდება თქვენი პირველი ჩართვა არ ვიცი რომელი ტელევიზია იყო თქვენი ავტომობილიდან გადმოხვედით და პირდაპირ ჩაერთეთ, სადაც საუბარი იყო იმ სისასტიკეზე, რომელიც გირგვლიანი ამათმა მოკლეს პირდაპირ და იმას რომ შეცდომას არ ქმნიან ადამიანები. აი თქვენ სადაც ვზანდებით მანდ ჩვენ მოვისმინეთ და საზოგადოებამ ნახა არაერთი ჭირისუფალი მამები და დედები და მეუღლეები და იმას როგორ აქილიკებენ ეს არაკაცები და პატარა კაცები. ეს კარგად გვახსოვს თქვენი ეს ემოციური ჩართვა თქვენი ავტომობილიდან. მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ ჩვენ თაობის ადამიანების კარგად გვახსოვს ეს თავდადება თქვენი და თქვენი ოჯახის. აი ამ თავდადებამ ნაბიჯ სიარულმა შეუპოვარმა ბოროტებასთან შეურიგებლობამ მოგვიყვანა იქამდე რომ დღეს ჩვენ საუბრობთ სულ სხვა ფასეულობებზე და ღმერთმა დაგვიფაროს რომ რაღაც ისეთ საკითხებზე გვიწევდეს საუბარი რა დემოკრატია ეს ხო საუბარიც კი ზედმეტი არის რა ელემენტარულ იმაზე რომ ვიღაცა გამოვიდეს და კარგად ხედავთ იმას რომ როგორი ნიაღვარი არის აი ამ კარებიდან რომ გახვალთ თავს დაგესხმებიან აღარ ვიტყვი იმას რასაც პარტიული ტელევიზიები შადიან და აკეთებენ და პირდაპირ ყოველგვარი მოურიდებლობის გარეშე თვალებში ჩაგხედავენ გეტყვიან სიცრუეს მოგაყენებენ შეურაცხყოფას გესრიან მოლოტოვის კოქტეილს ცოცხლად დაწვას დაგიპირებენ და ეს დღეს ხდება ეს ყველაფერი და უამრავი ძალიან მარტივი არის აქ რაიმე სახის სხვა ფერებზე საუბარი შავი და თეთრი არის სხვა ფერები არ არის უბრალოდ იმდენად მარტივი არის ეს ყველაფერი ყველას კარგად გვახსოვს ის ადამიანები თავზე იფარებდნენ ხელს რომ კი არა არ ვიცი რომ ამ სისასტიკეს გადარჩენდნენ ეს ტრივიალურად რო ვთქვათ იმიტომ რომ ოჯახები გადაერჩინათ გაეხიზნათ გაეყვანათ ეს იყო ჩვეულებრივი ომის მდგომარეობა საკუთარ ქვეყანაში ახლა ნელა წარმომიდგენია ადამიანს რო პატივს და ღირსებას შეულახავ მე ძალიან კარგად მახსოვს იმ აქციებზე ჩვენი მოწოდება თქვენი და ლიდერების ხუების რა იყო ჩვენ ვცდილობდით რომ ღირსება დაგვეცვა აქ ახლა ვიღაცებს და ახალგაზრდების გასაგონად მინდა ვთქვა რომ აქ წამოიკნავლებენ ხოლმე ეს არაკაცები და იტყვიან აი სადღაცას ვიღე იმასთან შეუვარდნენ აქ შეუვარდნენ იქ შეუვარდნენ შენს მეგობარს რომ შეურაცხყოფას მიაყენებენ შენს მეზობელთან
რომ ჭირის უფალს გახდიან. ერთხელ თქვი საჯაროდ და ახლაც ვიმეორებ. არანაირი ეკონომიკა არ არსებობდა, მეგობრებო, საზოგადოებას მინდა უთხრა. არანაირი სამართალი არ არსებობდა, იყო ორი მიმართულება, ორი სამინისტრო, ასე დავარქვათ. ერთი იყო დაჭერის სამინისტრო და მეორე იყო გატყავების. არანაირი ეკონომიკა იქ არ არსებობდა. რა ციფრებზე ვლაპარაკობთ, რა რაღაცებზე, ეს ამორიცხულია. რა doing business-ი და რაღაცები, აქა-იქა. ნუ ამ საოცარ უტიფრობაში რო ვართ ეხა დღესაც, რომ მათი პირიდან ეს აი რასაც მიჩვეულები არიან, ნუ გენში აქვს თუ არ ვიცი რაში აქვს აი ამ ადამიანებს, ჩემ და სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ისინი ხო ამ ქვეყანაში ხო გვიწევს სიარული, მათ შვილებს უწევს და უნდა ჩვენმა შვილებმა ერთ ქვეყანაში იცხოვრონ. ბატონ ლევანს რო ცემდნენ და მის ძმას რო უსწორდებოდნენ და ღირსების დაცვას რო ითხოვდა რაღაც. იმას კი არ იძახდა, რომ ჩემმა შვილმა იცხოვროს ასეთ ქვეყანაში. იმის შვილსაც ასეთ ქვეყანაში უნდა ცხოვრებოდა. და არა ისეთ ქვეყანაში, რომ ვიღაცა პატარა კაცები და ის ხედავთ ისინი, ხა როგორი მაგრები არიან ბჭყალებში, რომლებიც ყველაფერს ყადრულობდნენ და პირველ რიგში ეს ადამიანი. ვაი, რა გაუგონარი ამბავია, ხო? ნაცამები გაუბედურებული ადამიანები. აი გადაახვიეთ ეს ხო გაჯეტის საშუალებით მარტივი არის, ხო? სად მიიყვანეს ბატონ ლევანის ძმა. და მე შეადარეთ ის ადამიანი, რომელიც დედასთან რო ტირის და საჩივრები რო აქვს თუ რა ვიცი 1000 რამე. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, რომ აი ამ ღირსებით სავსე დიადე ერს, რომელიც შუბლს ადგავდა იმის გამო, რომ ღირსება არავის შეელახა. ნუ ერქვას თავარსარდალი თუ რა ვიცი პრეზიდენტი თუ რაღაცა. ერთი დიდი ციხე იყო რა საქართველოს. აი წარმოიდგინეთ. ამათი ეკონომიკა იყო ეგ. სხვა არაფერი აქ არ ვითარდებოდა. ყველა ოჯახთან იყო შეხება. ანის ოჯახი, მერე გირაოში თუ იპოთეკაში თუ 1000 უბედურებაში საკუთარ სახლს დებდა, მეორესგან ფული ქონდა ნასესხები. ახლა მითხარით, ეს იყო მათენაზე რო თქვა. ქსელური მარკეტინგი, ქონდათ გამული ჩვეულებრივად. ყველასთან იყო შეხება. ყველა ადამიანი აღრიცხული იყო. აბსოლუტურად, ეს იყო ტოტალური ამბავი. და აი ამ ნაბიჯ ღირსებით სვლამ. მინდა ყველამ თვალი გაუსწოროს ამ ყველაფერს. როგორ მოვედით აქამდე. ღირსებით სვლამ, შეუპოვრობამ და რას ყველაზე მთავარია? სიმართლე, მეგობრებო, სიმართლე. სიმართლე ისეთი რამე არის, რომელიც შეიძლება დღეს შეაჩერო. მაგრამ მას ახასიათებს ერთი რამ, რომ მას ბოლომდე ვერ გააჩერებ ვერანაირი საშუალებით. და აი ამის შედეგი იყო და მინდა მადლობა გითხრა თქვენ. დიდი მადლობა. ეს ოჯახს, ლევან, იმიტომ რომ ერთადაც ჩემთვის, ჩემი მეგობრებისთვის, ჩვენი თაობისთვის. ვიყავით მაგალითი, როგორ შეიძლება სადმე ყოფილიყავით სხვაგან, სადაც თქვენ საკუთარ მაგალითს გვაძლევდით იმისა, როგორ იყო თავგანწირული ბრძოლა. ეს თავგანწირული ბრძოლა არაფრისთვის არ ყოფილა, მეგობრებო, არაფრისთვის. ეს იყო ყველა ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთხელ გამეორდები და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ აი ადამიანები არიან, ესეც კიდევ მაგალითი არის და ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ამას ჩვენი შვილები, ჩემი შვილები უყურებენ და მათ შვილების და პატარა თაობა, რომ არ უნდა გაბოროტდე ადამიანი. და პატარა კაცი არ უნდა იყოს. ესენი როგორ გაბოროტდნენ? იმის გამო კი არა, რომ ვინმე აი ამ დღეს ჩააგდო. არა, აი ის ხელკეტი, რომლითაც ადამიანებს აუპატიურებდნენ, აი ის ხელკეტი, რომ წაართვა ქართველმა ხალხმა, იმით არიან გაბოროტებულები. აი იმით არიან გაბოროტებულები. და სახე აქვს დაკარგული. და აი ხსედან ადამიანები მოდიან, რომელიც აი დღევანდელი დღე, ნათელი მაგალითი. ძვირი არ დაცდება, რომ რაიმე არ გადავაყოლოთ ჩვენი ემოციით, ჩვენი პირადი მეტი, ჩვენი პირადი ეგოთი, რამე არ დაუშვათ შეცდომა, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს და ჩვენი შვილები, რომლებმაც ამ ქვეყანაში, ღირსეულ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ და რა თქმა უნდა, რომ ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს და ნათელი მაგალითია იმისა, რომ სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას. და მე მჯერა და ჩვენი ყველა ძალისხმევით
ზოგის ამ როლში როგორც მაშინ, როგორც ახლა მე აქ ვარ, ბატონ ლევანი თავისი აი ამ ღირსეული პოზიციის, თქვენ აი აქ რო ესრებით, რომელსაც თქვენს მეგობარს ეტყვით. ეს ქვეყანა სხვისი არავისი არ არის. ჩვენ არაფერი არ გვინდა ამ ქვეყანაზე, ერთადერთი რამე რომ აქ ღირსება იყოს და სიმართლე იყოს. ძალიან დიდი მადლობა და მომიტევეთ გამიგზელდა შეიძლება. როგორ ვიყარე მე მადლობა მინდა ყველა უბრალოდ გამორიცხულია. თქვენთაგანს და იმ აქციების მონაწილეებს გადავცე, რომელმაც მართლა შეძლო და ყველაფერი გაიღო იმისთვის, რომ შვიდობიანად მომხდარიყო ხელისუფლების წართმევა, ესე ვიტყოდი. ეს იყო ბატონი ბიძინას გამარჯვება იყო, მე ესე ვიტყოდი, საარჩევნო რევოლუცია. საზოგადოებამ შვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება და ეს ძალიან დიდი დამსახურება ყველა იმ ადამიანის, ყველა იმ მოქალაქის, ვინც თანაგვიგრძნობდა კიდევაც და მით უმეტეს ვინც იბრძოდა. ყველა ეს მადლობა მინდა რომ ყველას გავუნაწილო. გავუნაწილოთ ნამდვილად, ვინაიდან ჩვენ უფლებამოსილების ვადა არ გვაქვს იმდენი, ასეა კანონით დადგენილი, რომ ყველა მაშინდელ ლიდერს მოусმინოთ. თქვენ ვინაიდან იმ გაერთიანებული ლიდერების ჯგუფის მიერ იყავით გამორჩეული, თავად გამოგარჩიეს და საპრეზიდენტო კანდიდატად წარგადგინეს, ამიტომ გვაქვს პატივი, რომ თქვენ მოგისმინოთ დღეს და ამით მოვისმინოთ ბევრი სხვა მაშინდელი ლიდერის აზრი, მოსაზრება, რა როგორ იყო და ასე შემდეგ. ამიტომ მათ ყველას მადლობა ასევე თითო იმ კენჭისთვის, ვინც ყველამ დადო, ლიდერმა თუ მოქალაქემ, იმიტომ რომ ეს რომ არ აღინიშნოს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბოდიში, რომ გარკვეული გაჭიანურება წინა გამომსვლელების მოსმენისას ჩვენვე გქონდა, იმიტომ რომ ბევრი კითხვა გვიჩნდება ხოლმე და ამით ვინცლო შეგიქმნით გარკვეული დისკომფორტი. ბოდიშს გისურვებთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და გენახოთ ისეთი საქართველო ძალიან მალე, რომელიც კიდევ უფრო ძლიერი და მშვიდობიანი, რომელიც წარმოგედგინათ, როცა ამ შენობის წინ შიმშილობდით და სააკაშვილის რეჟიმი გარბევდათ, რომელიც ახლა საპატიმროშია თავისუფლების აღკვეთის ადგილას სამედიცინო დაწესებულებაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის დრო აღარ დაბრუნდეს და მოვიდეს უკეთესი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ოპტიმიზმისთვის. კიდე ალბათ ბევრი სამუშაო იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მართლა როგორც დავიწყეთ, უწყვეტი მშვიდობის გზაზე სამუდამოდ გავიყვანოთ. დიდი მადლობა. ნახვამდის. გთხოვთ გამორთოთ 2 წუთით პირდაპირ ეთერი, გავაგრძელებთ სხდომას.
ვაგრძელებთ ხდომას, რომელიც სულ რამდენიმე წუთს წაიღებს ალბათ. ჩვენ მეგობრებო, გვახსოვს, რომ ვადა უფლებამოსილების ჩვენს კომისიას მუშაობის ეწურება 5 ივნისამდე. ეს ის დროა რა დროშიც ჩვენ თუ არ მოვიმოქმედეთ სხვა რამ უნდა დავასრულოთ ჩვენი მუშაობა. კომისიის წევრებმა კარგად იციან, რომ ძალიან ბევრი თემა რჩება დასამუშავებელი. 500-ზე მეტი განცხადება უკვე შემოსული. აქედან უმეტესობა ეხება წამებას, მკვლელობას, არაადამიანურ მოპყრობასა და ბიზნესის რეკეტს. მიმდინარეობს შესწავლა აქტიურად. მადლობა მინდა ჩვენი კომისიის ადმინისტრაციულ პერსონალს, თითოეულ თქვენს თანამშრომელს, კოლეგებს მივმართავ, ვინც ჩემს თანამშრომლებთან ერთად აპარატის არის ჩართული ამ საქმეში. მადლობა გადავუხადო. სწრაფი ტემპით და საკმაოდ სერიოზული შედეგიც გვაქვს უკვე მიმდინარეობს კომისიის დასკვნის პროექტის შედგენა. ჩვენ სახეზე გვაქვს უკვე 400-ზე მეტი გვერდი, რომელიც მომავალი დასკვნის პროექტი უნდა იყოს. შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ შედგენილია მკვლელობების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიმართულებით თემასთან დაკავშირებული მომავალი დასკვნის პროექტის ნაწილი სრულად. ეს სამუშაო რედაქცია გაჭირდება და დასრულებულია. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას 2008 წლის აგვისტოს ომს და პირად ცხოვრებაში ჩარევის, უხეში შელახვის ფაქტების თემებს, აქ დიდი ნაწილი დასკვნის მომავალი პროექტის დასრულებულია, მაგრამ მუშაობა კვლავ მიმდინარეობს. ასევე დასამუშავებელი რჩება, გარდა ამისა დასამუშავებელი რჩება აურაცხელი ოდენობის ვიდეო და აუდიო არქივი, რომელთაგან გარკვეული ნაწილი არაერთმა ტელევიზიამ მოგვაწოდა და მე მინდა მადლობა გადავუხადო ტელეიმედს, ასევე ერთსულოვნებას, საპატრიარქოს ტელევიზიას, რასაკვირველია ჩვენ საზმაო უწყებელს და რუსთავიორს და ტელევიზია მაესტროს ჩვენი ერთგული გაშუქებისთვის. ეს არქივი ყველაფერი დასამუშავებელია. გარკვეულ გამოწვევებს ვაწყდებით, როცა საუბარია ჩვენი სხდომების სტენოგრამების შედგენაზე, ვინაიდან ამ სხდომების აზრი მარტო ის არ არის, რომ საზოგადოებას მოვასმენინოთ და ჩვენც გავიგოთ, მივიღოთ ახალი ინფორმაცია, არამედ შემდეგ ეს მიღებული ინფორმაციები უნდა დახარისხდეს, გაანალიზდეს, ერთმანეთს დადარდეს, ძველ ფაქტებთან შეჯერდეს და გამოირკვეს რომელია ეს მტკიცებულება, ანუ ინფორმაცია, რომელიც დასკვნაში უნდა აისახოს და გამოყენებულ იქნეს შეფასებისთვის. ეს სამუშაო ჯერ წინ არის, იმიტომ რომ სტენოგრამის შედგენის მიმართულებით ეს დეფიციტური პროფესია სახეზეა და მწირი რესურსია ადამიანური ამ მხრივ და სამუშაო ბევრი. და მთავარი გამოწვევა ეს არის, მეგობრებო, თქვენ კი იცით, მაგრამ საზოგადოებისთვის ვამბობ საჯაროდ, ის რომ ჩვენი უფლებამოსილების ვადა გაფართოვდა 1 აპრილს და ჩვენ დაგვემატა 2013-2025 წლამდე პერიოდი და წინა თემებისგან განსხვავებით ჩვენ ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ აქ მომავალი დასკვნის რომელიმე ნაწილი ან შედგენილია ან პროექტის სახით, ისე რომ ვინმე მას გაეცნოს და ღირდეს, ასე ვთქვათ, წარმოსადგენად ასეთ ფორმაში არის. თუმცა ძალიან ბევრი მასალა უკვე შეგროვებულია და მიმდინარეობს მათი ანალიზი. ჩვენ ასევე და ბატონი თენგიზი ხშირად შეგვახსენებს ხოლმე სამუშაო შეხვედრებისას ამ თემაზე არაერთი სხდომა გვაქვს დაგეგმილი და უნდა ჩავატაროთ, რომ 2013-2025 წლამდე პერიოდი განვიხილოთ. თუ არ ჩავთვლით ბატონი გიორგი გახარიას მოსმენას, რომელიც ძალიან ინფორმატიული იყო და ბევრი მტკიცებულება ავიღეთ, ასეთი სხდომა ჯერ პრაქტიკულად არ გქონია. ამიტომ ჩვენი გეგმაა, რომ ასეთი სხდომები ჩავატაროთ.
ყოველივე ამისათვის ჩვენ ვიმსჯელეთ სამუშაო ფორმატში და გადავწყვიტეთ, რომ მივმართოთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს, რომ კიდევ ერთი თვით გაგვიგრძელდეს 5 ივლისამდე ჩვენი უფლებამოსილების ვადა. ამაზე არ გვიმსჯელია, მაგრამ ჩემას ვიტყვი, რომ წესით იმის იქით ვადის გაგრძელება თუ რაღაც განსაკუთრებული წინაღობა არ შეგვეჩეხა გზაზე, რაც არ არის გამორიცხული, წესით არ უნდა დაგვჭირდეს, მაგრამ მერე ვიმსჯელოთ, რომ იტყვიან, ამ ეტაპზე მე მგონი ყველავთან ხვდებით, რომ 5 ივლისამდე ვადა ჩვენ გვჭირდება, მათ შორის იმ ყველაფრისთვის, რაც აქ ჩამოვთვალე და არა მხოლოდ ამისთვის. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ გასვლითი ვიზიტიც გავაკეთოთ, ჯერ არ ვართ მზად იმისთვის, რომ ამაზე საჯაროდ ვისაუბროთ, რატომ, რისთვის და სად, მაგრამ ეს გასვლითი ვიზიტი თავის მთელ ლოგისტიკა ყოფილა სწორი, გუშინ მითხრეს, შენიშვნა მომცეს, ლოგისტიკურად მოითხოვს ორგანიზაციას, ბევრი რაღაცის გათვალისწინებას და ამ ყოველივესთვის კენჭისყრაზე მინდა დავაყენო საკითხი, რომ მივმართოთ თქვენი სახელით, კომისიის სახელით, ჩვენი ყველას სახელით საქართველოს პარლამენტის ბიუროს, რომ პლენარულ სხდომაზე განხილვის მიზნისთვის შეიტანოს დღის წესრიგში ამ კომისიისთვის 5 ივლისამდე ვადის გაგრძელების საკითხი, ვინ არის მომხრე. ერთხმად მიღებულია ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, ჩვენ ამ შუამდგომლობას დავურთავთ იმ ანგარიშს, რომელიც საქმიანობის რაც ერთად გავწიეთ. მე მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, არა იმიტომ, რომ ასეთია პროტოკოლური წესი, გულწრფელად თითოეულ თქვენგანს დაწყებული ბატონი თენგიზიდან, რომელიც ჩვენთვის მაგალითია დისციპლინის, გამძლეობის, რა ვიცი, ყველაფრის. მადლობა გადაგიხადოთ ბატონ ალუდას, ბატონ სოზარს, რომელიც ორგანიზაციულ საქმიანობაში ძალიან მეხმარება, როგორც კომისიის მდივანი, ბატონ გურამს, ბატონ ილიას, ბატონი ირაკლი და ბატონი ალეკო ტაბატაძე ვერ გვესწრებიან დღეს. ყველას ძალიან დიდი მადლობა, თითოეულ წევრს, თითოეულ თქვენს თანამშრომელს, მთელს ადმინისტრაციულ პერსონალს და რასაკვირველია საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციას და ყველას, ვინც აქ ბრძანდებით და ვინც აქ არ ბრძანდებით, იმიტომ რომ ეს ხდომები ხანდახან შეიძლება იფიქრო, რომ დაუსრულებელიაო, მაგრამ კიდევ უფრო დიდია ის შრომა, რომელიც მათ საორგანიზაციოდ ტარდება. თუ ყველანი თანხმდებით, მაშინ ხდომა დახურულად გამოვაცხადოთ, ჩვენ სტაჟიორებს და ახალგაზრდებს დიდი მადლობა ვუთხრათ მოთმინებისთვის და რაც თუ არა ინტერესისთვის. მე მინდა ყველას თქვენი სახით, ყველა ახალგაზრდას კიდევ ერთხელ ვუთხრა და ალბათ შემჩნეული გაქვთ, რომ ასაკთან ერთად ადამიანები ერთი და იმავეს ბევრჯერ იმეორებენ, ამიტომ ვიმეორებ, რომ ეს კომისია შეიქმნა იმ მიზნით, რომ ჩვენ ქართულმა ოცნებამ ის ტვირთი, რაც ბიძინა ივანიშვილმა იკისრა, თავისი ოჯახის რისკის და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. ჯარისკაცები გარშემო ჩავებით ყველა ამაში. ეს ტვირთი, უმძიმესი ტვირთი და დღეს უკვე იმ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ვინც საქართველოს პარლამენტში არის და ამ კომისიაში ღირსეულად არის წარმოდგენილი, რაღაცნაირად ისე ვატაროთ, როდესაც ახალი თაობა პოლიტიკოსების მოვა ხელისუფლებაში, მათ დახვდეთ უკეთესი ვითარება, ვიდრე დაგხვდა ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ დაგხვდა ჯოჯოხეთი. აი ამ ჯოჯოხეთის ილუსტრაცია, რასაც ჩვენთან მოწვეული პირები ყვებიან. ამიტომაც კარგი იქნება თუ თქვენს გარემოცვაში, თქვენს თანატოლებს გაუღვივებთ ინტერესს, უახლესი წარსულისადმი, იმიტომ რომ არა მხოლოდ თამარ მეფის ხანაში რა იყო და დავით აღმაშენებლის დროს და გიორგი ბრწყინვალის დროს ეს უნდა იცოდეს ახალგაზრდამ, არამედ რა იყო გუშინ, სულ ახლა. თუ ეს არ გვეცოდინება სათანადოდ ვერ შევაფასებთ, ფაქტები უნდა ვიცოდეთ, მე შევაფასებთ. მადლობა თქვენ რომ ხართ წინახაზე და ინტერესს აჩვენებთ საჯაროდ და მოუწოდეთ ყველას რომ გაეცნონ, სხდომებს მოусმინონ და მერე გაათვითცნობიერონ, როგორ უნდა მოემზადონ უკეთესად ცხოვრებისათვის, რეალური ცხოვრებისათვის.
ცხოვრება არ არის მარტივი. მეტნაკლებად ძნელია, ზოგისთვის ძალიან ძნელი, ზოგისთვის ცოტა ძნელი და მთლიანობაში ძნელი. ამიტომ ამისთვის საჭიროა განათლება, საჭიროა ცოდნა, საჭიროა არ გაიმეორო წინა კაცის შეცდომები. თქვენ თუ გაიმეორეთ ის შეცდომები, რაც ჩვენ დაუშვით, იმიტომ რომ ყველამ დაუშვით სხვადასხვა დროს სხვადასხვა შეცდომა, ხო, პოლიტიკაში რო ვართ. ეს შეცდომები არ უნდა გაიმეოროთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ბოროტება არ დაბრუნდეს, რასაც ჩვენ უკვე მრავალი წელია ვებრძვით და ვებრძვით ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილის რეჟიმს და მის ნარჩენებს. ესეც ასე, მოკლედ, ხდომა დახურულია, დიდი მადლობა, გთხოვთ გამორთოთ პირდაპირ ეთერი.